მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ინტერნეტ ტელემაყურებლებო და ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას სრულად გულწრფელად, ანუ გვისმენთ ხელისუფლება, ჩვენს ყოველკვირეულ გადაცემას. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა ყოველკვირეულია, ჩემი ჯანმრთელობის გამო ის რამდენიმე კვირა ჩავარდა და აგერ დღეს ისევ კვლავ ხვდებით ერთმანეთს. ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას 9 პოლიტიკური ნეტარების თაობაზე. ზაქარია როჭიკაშვილი, მამულის მოყვარული კაცი, ადგილის დედას არ მოშლის, არ გაასხვისებს მამაპაპეულ ქონებას და საკუთარ სახლში მდგმურად მოჯამაგირედ არ დადგება. ანუ მამულიშვილობის 9 ნეტარება. წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ძლიერება ტერიტორიულ მთლიანობაში, ანუ პირველ კონცეფციაზე, რომელსაც დღესაც განვაგრძობთ, რადგან ეს იმდენად დიდი თემაა და ალბათ ამოუწურავი საკითხი, რომ ამაზე ალბათ ფიქრობთ, რომ დღეს თუ არა, შემდეგ გადაცემაში მაინც მოვჩებით. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თავი, მე გახლავართ ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები, კონცეფციის ავტორი ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი, ექიმი ენდოსკოპისტი, ონკოლოგი, დავით ტატიშვილის ცენტრის ენდოსკოპიის განყოფილების ხელმძღვანელი და ბატონი ბესარიონ მიქავა, პოლიტიკური მოძრაობა მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოს იბერიულ კავკასიური ორგანიზაციის თავმჯდომარე. მე შეგახსენებთ აი ამ 9 ნეტარებას, სანამ გადავიდოდეთ ძირითად საკითხებზე. ეს გახლავთ პირველი ნეტარება საქართველოს ძლიერება ტერიტორიულ მთლიანობაშია, მეორე საქართველოს ძლიერება მართლმადიდებლობაშია, მესამე პოლიტიკური ნეტარება საქართველოს ძლიერება დედაენაშია, მეოთხე საქართველოს ძლიერება მამულის სიყვარულშია, მეხუთე პოლიტიკური ნეტარება საქართველოს ძლიერება მთავრობის ზრუნვაშია საკუთარი ხალხისადმი, მეექვსე საქართველოს ძლიერება მოქალაქეობრივი შეგნების თითოეულ მოქალაქეშია, მეშვიდე პოლიტიკური ნეტარება საქართველოს ძლიერება სამართლიანობაშია, მერვე საქართველოს ძლიერება მოქალაქეთა შრომის უფლებასა და ერთადგომაშია და მეცხრე პოლიტიკური ნეტარება საქართველოს ძლიერება ჯანსაღ შთამომავლობაშია. აი ეს 9 ნეტარება რისთვისაც ღირს მამულიშვილად დაბადება და შესაბამისად მამულიშვილად სიკვდილი გვამცნობს ბატონი ზაქარია, კონცეფციის ავტორი. აი ეს 9 ნეტარება რისთვისაც იბადებოდნენ და საარაკო გმირობებს ჩადიოდნენ სასიკადულო მამულიშვილნი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთელი ისტორიის მანძილზე. აი ეს 9 ნეტარება რისთვისაც დავიბადეთ და სავსენი უნდა ვიყოთ მამულიშვილური სიამაყით, რომ ვართ ქართველნი. ახლა როგორც გითხარით, ჩვენ ისევ პირველ კონცეფციას, ანუ პირველ ნეტარებაზე განვაგრძობთ დღევანდელ საუბარს, რომელიც გახლავთ აი ასეთი შინაარსი, მისი ასეთია: საქართველოს ძლიერება ტერიტორიულ მთლიანობაშია, ტერიტორიული მთლიანობა სადღაც გამქრალა და თითქოს ყველას დაგვიწყნია კიდეც, რომ ერთ დროს ვრცელი საქართველო ნიკოპსიიდან და რუბანდამდის ყოფილა გადაჭიმული. სულ ახლახან 18 წლის წინათ კი ჩვენი ძირძველი აფხაზეთი და შიდა ქართლი სეპარატისტების ხელშეწყობით და მოღალატე შევარდნაძის მთავრობის რუდუნებით მიითვისა საქართველოსთვის მტრული პოლიტიკის გამტარებელმა რუსეთის იმპერიამ, ხოლო 2008 წლის პროვოკაციული ომის წარმოებით სააკაშვილმა ნოტარიალურად გადაუფორმა შევარდნაძის მიერ გაყიდული ეს ტერიტორიები ისევ იგივე აგრესორს რუსეთს. დასკვნა სააკაშვილის პოლიტიკამ არათუ ხელი შეუწყო აფხაზეთისა და შიდა ქართლის დაკარგული ტერიტორიების უკან საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებას, არამედ ადრე დაკარგულ ტერიტორიებს ზედ ზღნად დაუმატა 500 სოფელი და ნოტარიულად გადაუფორმა რუსეთს. შედეგად მივიღეთ ახალი უზარმაზარი ზვირთი, დევნილი და გაუბედურებული მოსახლეობისა, ათასობით დაღუპული სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლეობა და ასევე ათასობით გაუბედურებული ქვრივ-ობოლი. მოკლედ ეს გახლავთ პირველი პოლიტიკური ნეტარების შინაარსი. ბატონო ზაქარია, მე კითხვით თქვენთან გადმოვალ როგორც ამ კონცეფციის ავტორთან და მოდით წინა გადაცემაში ჩვენ შევეხეთ სხვადასხვა საკითხებს საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით და რადგან აი აქ შავით თეთრზე გიწერიათ ამ კონცეფციაში და გამახვილებული გაქვთ ყურადღება ძირითადად 2008 წლის ომზე, იცით და თქვენ უწოდებთ პროვოკაციულ ომს. იქნებ მითხრათ, რაში ხედავთ პროვოკაციას და ხომ არ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, თითქოს 2008 წლის ომი საქართველოს წამოიწყო. იქნებ აგვიხსნათ, რაში მდგომარეობს ეს პროვოკაცია. მოგესალმებით ყველას. თემა საკმაოდ მძიმეა და საკმაოდ რთული. პროვოკაცია რაში მდგომარეობს ამ ომის და საქმე იმაშია, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს ყავლი გასდიოდათ დაახლოებით 12 ნახევარში საერთოდ უნდა გასულიყვნენ, იმიტომ რომ მათ სამშვიდობო
მისია აღარ უგრძელდებოდათ, მთავრდებოდათ, გამიგეთ. ხო. და აქ მდგომარეობს საკითხი იმაში, რომ ერთადერთი შანსი რუსეთის ჯარის დარჩენის იყო ის, რომ იქ უნდა მომხდარიყო რაღაც პროვოკაციული ომი, შეტაკება. რაში ჭირდებოდა საქართველოს დატოვება რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოს ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აპრიორშივე თუ დაუშვებთ ჩვენ ასეთ დაშვებას, რომელიც თანდათან უფრო და უფრო მტკიცდება, რომ შევარდნაძის მთავრობის დროს იქნა გაყიდული აფხაზეთის ტერიტორია, იქნა გაყიდული სამაჩაბლოს ტერიტორია, აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გამგზელებელია სააკაშვილის შევარდნაძის პოლიტიკის და ზუსტად შევარდნაძე იყო, რომელმაც 20 წლით გაუგზელა 25 წლით გაუგზელა რუსებს სამშვიდობო მისია და შემდგომი მოღვაწეობით მთელი დასავლეთის პოლიტიკური ძალებისა ეს სამშვიდობო მისიის პერიოდი რაღაც პერიოდამდე იქნა შემცირებული და იყო 2008 წლამდე დაყვანილი და ამ პერიოდში მთავრდებოდა ზუსტად არაფერში არ ჭირდებოდა მაშინ საქართველოს აი ეს ომი, რომელიც ფაქტიურად ძალიან სავალალო შედეგით დასრულდა. რომელიც სავალალო შედეგით დასრულდა, ის პირველი დღის ვითომ გამარჯვებული შესვლა და თითქმის მთელი ცხინვალის გავლა, მაგრამ იქაც მოვლენები ძალიან უცნაურად ვითარდებოდა, იმიტომ რომ ჯავამდე აღარ მიუშვეს, გამიგეთ, ჯარი გააჩერეს ეს კულუარული ინფორმაციით კი არა, საერთოდ ტელევიზიითაც იყო, რომ მათ ადგილზე დგომა მოთხოვეს და ანუ როკის გვირაბამდე შესვლა აუგზავნეს ქართულ სამხედრო ძალებს. აქედან გამომდინარე, რუსეთს უნდა მოესწრო და გაეკეთებინა ის, რომ დაჩაგრული, წყალებში ვიძახი მე, დაჩაგრული სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად შემოვიდა რუსეთის ჯარი, იმიტომ რომ მან ფაქტიურად გამოვიდა რუსეთმა განაცხადა ეს, რომ აგრესორისგან დაიცვა ეროვნული უმცირესობა და თავისი მოქალაქეები. და ის შემოვიდა როგორც გენოციდის აღმომფხრელი, გამიგეთ, რაშია საქმე, არა უკვე როგორც სამშვიდობო ძალა. როგორც სამშვიდობო და საერთოდ სამშვიდობო მისია რაც გულისხმობს, როდესაც ერთი დაპირისპირებული მხარე მეორე მხარეს შუაში დგას სამშვიდობო ძალა, მეორე მხარეს პროვოკაციას უწყობს, პროვოკაცია იქნება ეს თუ პირდაპირ სამხედრო აგრესია, ის ვალდებულია სამშვიდობო მისიის მატარებელი სამხედრო ძალები, რომ რეაგირება მოახდინოს საწინააღმდეგო მხარეს. თუ პირიქით იქნებოდა თავდასხმა ოსებიდან დაუშვათ საქართველოზე, იქეთ უნდა დაეწყო, გამიგეთ? ამიტომაც მოხდა ზუსტად ის, რომ ამ პროვოკაციის თვითონ შემოქმედები იყვნენ დღევანდელი მთავრობა. თუ პროვოკაციას აყვნენ სხვის პროვოკაციას, ფაქტია რომ პროვოკაცია მოხდა სამ დღეში, მოხდა ამ ტერიტორიების საერთოდ დაკარგვა, ანუ ნოტარიულად გადაფორმება, რასაც მე ვწერ მაგ და პლუს ამას კიდევ მას დაემატა 1300 სოფელი, აქ მე 500 სოფელი მაქვს ნახსენები, მაგრამ 1300 გულისხმობთ მთლიანად მთელი დავის ხეობიდან მოყოლებული და აქ სუნთლიანად 1300 სოფელი კიდევ დამატებით მიიტაცა აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა. ბატონო ზაქარია, თქვენ როგორც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელს, აი მინდა გკითხოთ ასეთი რამ, გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ მაინც მინდა რომ გკითხოთ. მაშინ თქვენი აზრით, რადგან ასეთ ამამი განაცხადი გაქვთ და ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ეს არის წამოწყებული ომი რაღაცის ან ვიღაცის სასარგებლოდ. ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ პროვოკაციაზე წავიდა, ესე იგი, ქართული მხარე? სწორედ გავიგე? მაშინ ვის ინტერესებში შედიოდა, იმიტომ რომ ქართული მხარის ინტერესებში შედიოდა, თუ ქართული მხარის ინტერესებში შედიოდა, მაშინ რატო დავკარგეთ? ელემენტარულად დავაკვირდეთ, ხალხო კეთებან ერთ მომენტს, რომ თუ საქართველოში რაიმე დიდი ინვესტიცია ჩადებული და რაიმე მუშაობს სერიოზულად და
ანუ სტრატეგიული დანიშნულების ყველა ობიექტი გასხვისებულია რუსულ კომპანიებზე. რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესში შედის, რომ ის იცავდეს თავის ბიზნესს, თავისი მოქალაქეების ბიზნესს. ეგ ერთი. მაგრამ ვინაიდან საქართველოს ორიენტირია აღებული პირდაპირ რუსულ კომპანიებზე და მასზე ასხვისებს თელ სტრატეგიულ ობიექტებს, ესე იგი საქართველოს მთავრობის დღევანდელი მთავრობის ინტერესებში შედის, რომ რუსეთს უღოროს ყოველთვის კოჭი. გამიგეთ? სამართლებრივად არანაირი შანსი აღარ ქონდა, ვიმეორებ კიდევ რუსეთს დარჩენილი იყოს საქართველოში, როგორც სამშვიდობო მისია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ომის შემდგომ რუსეთმა რაგინდ დიდხანს გაიგრძელა აქ ყოფნის მანდატი. ბატონო ბესარიონ, თქვენ ეთანხმებით ბატონი ზაქარიას მოსაზრებას და ეთანხმებით ამას თუ რაიმე სხვა გარკვეული შენიშნა? შემიძლია პატარა კორექტივი გავაკეთო. პირველეს ყოვლისა სხვათა შორის ხშირად ჩნდება ესეთი ფრაზები საქართველოს მხარე. საქართველოს მხარეს როგორც კი ჩვენ ვცნობთ მიშა სააკაშვილს, ედუარდ შევარდნაძეს, თავისთავად უკვე დიდ აბლაბუდაში ვარდებით, გამიგეთ? ეს არ არის საქართველოს მხარე, ეს არის საოკუპაციო ადმინისტრაცია. და ამას ისე ჰაერში ხო არ მომბობ 1992 წელს რუსეთმა თავისი საოკუპაციო ჯარით მოიყვანა ეს ხელისუფლება ბრჭყალებში. დასვა იმიტომ რომ მან გაატაროს ყველა ის რაც მას ჭირდება. ის მეთოდები რაც წინათ ხდებოდა წინა საუკუნეებში ოკუპაციები, ანექსიები ხო პირდაპირი მეთოდით და თუ თქვა სახელმწიფოების მიერთება უკვე ასე ვთქვათ როგორც კი წამოვიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ჰაგი და ასე შემდეგ უკვე ეს არაპოპულარულია. ამიტომ ყოველთვის ცდილობენ, ხო, საოკუპაციო მხარე ცდილობს რომ ეს მოხდეს იგივე მოსახლეობიდან, ასე ვთქვათ, ბრწყალებში იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყოს ხელისუფლებაში. იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვახსოვს 1992 წელს რუსეთის სპეცდანიშნულებმა და მისმა ჯარმა საქართველოს კანონიერი ხელისუფლება დაამხო და დაამხო ასევე კონსტიტუცია, გაუქმა ყველა ეგრეთ ასე ვთქვათ ყველა ის ინსტიტუტი, სამართლებრივი ინსტიტუტი, ეს პრეფექტურები იქნებოდა, ადგილობრივი ხელმძღვანელობა იქნებოდა, პარლამენტი, თუ რამე არსებობდა კანონიერი მხარე და ბოლოს კიდე კონსტიტუცია. ასევე საოკუპაციო მხარემ 3 წელიწადი ამ ქვეყანას როგორც ის სასაცილოდ სპეციალურად, ხო როგორც რომ სამარცხვინოდ სოფლიოში ესეთი ფაქტი არ მოხდარა. 3 წელი ქვეყანას არ ქონდა არანაირი კონსტიტუცია. დღეს რო გაიძახიან, ასე ვთქვათ, არ შემიძლია არ ჩავთო ივანიშვილთან დაკავშირებით, როდესაც ძახიან მას, არა, მე სხვა კონტექსტში, როდესაც გაიძახიან, რომ მას ჩამოართვეს, ასე ვთქვათ, მოქალაქეობა. ძალიან მიან მაინტერესებს და გეკითხებით ყველას. ედუარდ შევარდნაძე, რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო, აქ რო იჯდა პრეზიდენტად თუ მმართველად თუ რითი იჯდა? გამეცით ერთი პასუხი და ვისი მემკვიდრეები ხარ თქვენ პირადად? მაშინ დააკონკრეტეთ, რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო ედუარდ? საბჭოთა კავშირის, რუსეთისაც არ იყო. მე მახსენდება ასეთი სიმღერა იყო მოიადრის ნიდონი ულიცა, მოიადრის სავეტი. კი ბატონო, გეთახმებით, კალბატონო კეთი, ასე რომ ის იყო საბჭოთა კავშირის მოქალაქე. მაშინ საქართველოს შედიოდა საბჭოთა კავშირის. არა, საქართველოს, მე ვიცოდი ამ შეკითხვას რო დასვამდი. საქართველოს უკვე იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის ნაწილი არ იყო, რამე თუ 1990 წლის 31 მარტს საქართველოს ჩაატარა რეფერენდუმი, სადაც მან გამოაცხადა და მიიღო ხალხის მხარდაჭერა, რომ მას აღედგინა სახელმწიფო 21 წელს, რომელიც მან დაკარგა, უბრალოდ რომელიც წაართვეს. სხვათა შორის ასევე გახსოვთ ცოტა უკან თუ დავბრუნდებით, 17 მარტს 1990 წლის საბჭოთა კავშირმა გამოაცხადა რეფერენდუმი. შეკითხვა იყო იქ ერთადერთი, რომ გსურთ თუ არა განახლებულ საბჭოთა კავშირში იცხოვროთ. დღესაც სხვათა შორის იქ ვინც მიიღო მონაწილეობა, მე მახსოვს 70 თუ რამოდენიმე პროცენტმა ხმა მისცა
მისცა განახლებულ საბჭოთა კავშირს. დღეს რაც ხდება პუტინის მიერ ეგრეთ წოდებული ევროაზიის და იმ რაღაცებს რო ქმნის ახალ კავშირებს, იმის საფუძველზე იქნება, ჩემო კარგებო, ერთადერთი ქვეყანა იყო, ეს იყო საქართველო, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა 17 მარტის რეფერენდუმს და მან დანიშნა თავისი რეფერენდუმი 31 მარტს და სადაც ერთადერთი შეკითხვით გსურთ თუ არა იყო დამოუკიდებელ საქართველოში იცხოვროთ, რომელიც დაეფუძნება 1921 წლის კონსტიტუციას. ეს შეგნებულად, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ჰააგის მიერ დამტკიცებული 21 წლის კონსტიტუციის კანონმემკვიდრეები და პლუს ტერიტორიული. აქ რაშია საქმე? აი რა სანამდე მივედი ჩვენ 1921 წელს საქართველოს რატომ გააკეთა ეს ასე ვთქვათ ზვიად გამსახურდიამ და იმდროინდელმა ხელისუფლებამ ჩვენ ტერიტორიაზე გვაქვს საუბარი, იმიტომ რომ 1921 წელს საქართველოს ტერიტორია ბევრად დიდი იყო. თქვენ გახსოვთ ალბათ მაშინ შედიოდა სოჭა, შედიოდა ეს და აქედან გამომდინარე ივრიდიულად ჩვენ როდესაც გვაღიარა თურქეთმა, რუსეთმა და სხვა სახელმწიფოებმა მე გულისხმობ, როდესაც მათ აღიარეს საქართველო, მათ დაადასტურეს ის რომ ისინი ცნობენ საქართველოს ტერიტორიას 1921 წლის იმ ფარგლებში და არა 1992. ჩვენ დღეს 92 წლის ფარგლებშიც არა ვართ, მაგრამ ივრიდიულად ჩვენ 1921 წლის ფარგლებში ვართ. აქედან გამომდინარე მე რის თქმაც მინდოდა რომ ჩვენ არ შეიძლება არანაირად ვცნოთ საოკუპაციო ადმინისტრაცია მხარეთ. არ შეიძლება ჩვენ ვთქვათ საქართველოს მხარე მომი დაიწყო. საქართველოს მხარეს ომი არ დაუწყია არც აფხაზებთან, არც ომი არ დაუწყია ბჭყალებში ოსეთის ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან. თქვენი მოსაზრებიდან გამომდინარე, ანუ თქვენი შეხედულებიდან გამომდინარე, თქვენ ჩემი მოსაზრება კი არ არის ეგრეა, თორე ჩემი მოსაზრება ის არის, როდესაც მე სხვა აზრი მექნება რაღაცას. ეს არის კანონი, იურიდიულად ეგრეა და მე ვქნა. ხო, გასაგებია, ესე იგი საქართველოს, ანუ თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, საქართველოს არ დაუწყია ომი, იმიტომ რომ მიშა სააკაშვილმა დაიწყო 2008-ში და 92-ში დაიწყო დურჩე ვარდაცებს სახელმწიფო ზაქარია, მაშინ ვინ დაიწყო ომი? საქართველოს არ დაუწყია, რუსეთს არ დაუწყია, ამერიკას არ დაუწყია, მაშინ ვინ დაიწყო ომი? ვინ არის მიხეილ სააკაშვილი? მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან სერიოზული მარიონეტი, გაბრიელის მარიონეტების თეატრი მახსენდება, როგორც მიმართავენ ზუსტად ისე ატრიალებს თავს. მიხეილ სააკაშვილს ხვალე რო უთხრან მამებმა, მისმა მამებმა, რომ ჩვენი პოლიტიკური ვექტორი უნდა გადაიხაროს ზიმბაბვესკენ. ის ზიმბაბვესკენ შეტრიალდება და აბსოლუტურად ზიმბაბვურ ენას ასწავლის დღეს საქართველოს ხალხს. მოდით უფრო კონკრეტულად ვთქვათ რა. კონკრეტულად ის არის, რომ სააკაშვილი თვითონ იმდენად შეშინებული წარმოსდგა ამ ომში, რომ მას ამისთანავ შიშარა ადამიანს ომის დაწყების არანაირი შანსი არ ქონდა. ეს ომი იყო შეკვეთილი ომი, ვისაც ომები უწარმოებია იმ ქვეყნის იმ წარმომადგენლების. და სწორედ მაგას გეკითხებით, ვინ დაიწყო? მე გეტყვით ელემენტარულად, როდესაც როგორც კიარაღის ჟღარუნი ტრიალდება საქართველოში, იმ წუთში სააკაშვილის ბიძა აქ ჩნდება. თქვენ ბატონო კეთილი, შეიძლება შეკითხვა იქით დაგისვათ? კი ბატონო. რომელმა ქვეყანამ გამოუცხადა რუსეთს ომი? რომელმა ქვეყანამ გამოუცხადა რუსეთს ომი? ხო, გეკითხებით. გერმანია. მაგას მაშინ ხო ერთად არა რატო და გერმანია მისე ხო არ გამოუცხადა გერმანიას რომელსაც მხარდაჭერა ჰქონდა ევროპის არა გერმანია ძალიან დიდი სახელმწიფოა ხლა თქვენ წარმოგიდგენიათ საქართველოს ჯერ და მე მიშა სააკაშვილის საქართველო ომს უცხადებს რუსეთის იმპერიას თქვენ ეს სერიოზულად მიგაჩნიათ და გონია ბოდიში და იმდენი სულელები იყვნენ რომ არ იცოდნენ რომ ამ ომის თავშივე წაგებული იყვნენ ბატონო ბესარიონ მე რა მიმაჩნია ამას არსებითი მნიშვნელობა ამ წუთას არ აქვს იმიტომ რომ კითხვები მე უნდა დაგისვათ და თქვენ უნდა გამცეთ პასუხი კი ბატონო გისვა მე რა მაინტერესებს კარგით მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო ომი ანუ საქართველოს ომი არ დაუწყია 2008 წლის 92 წლის 14 აგვისტოს გადავიდეთ ახლა ისევ ძველ ომზე აფხაზეთის ომთან დაკავშირებით ედუარდ შევარდნაძე
ჟურნაძემ დაიწყო ომი? რა თქმა, კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ საქართველოს ომი არ დაუწყია, ხო? რა თქმა უნდა. მაშინ ესე იგი ახლა 2008 წელს რატომღაც გვავიწყდება რომ ჩვენ დანაკარგი მივიღეთ, თქვენ კი წეგან ახსენეთ ესა დალის ხეობა, ანუ ზემო აფხაზეთთან დაკავშირებული ზემო აფხაზეთი ხელახლა დავკარგეთ. ანუ აფხაზეთი უკვე მეორედ დავკარგეთ. ესე იგი მას დანაკარგი გვაქვს ამდენი. აღარ საუბრობ იმ ადამიანების სიცოცხლეზე, რომლებიც იქ დაიღუპნენ. აღარ აქვს მნიშვნელობა მარტო ჯარისკაცი იყო თუ ადგილობრივი თუ საერთოდ მოსახლეობა. საუბარი არის უამრავ ტერიტორიაზე, უამრავ სოფელზე, რომელიც ჩვენ დავკარგეთ. ესე იგი, თუ ომი საქართველოს არ დაუწყია და მაინც მივიღეთ ამდენი დაკარგული ტერიტორია, კიდევ ვიმეორებ, ადამიანებზე აღარა მაქვს, მოსახლეობაზე აღარა მაქვს საუბარი. მაშინ სად წავიდა ეს ტერიტორია და როგორ უნდა დავიბრუნოთ, თუ საქართველოს ომი არ დაუწყია და თუ საქართველო ამ ომში არ მონაწილეობდა. ტერიტორიები გაქრა. კითხვას მიმეწვით, რაც თქვი? კი ბატონო, ვინ დაიბრუნებს ამ ტერიტორიას? საქმე იმაშია, ქალბატონო კეთება, რომ წეგან ბატონო ბესარიანმა აღნიშნა ძალიან კარგად და კონკრეტულად. თუ აღდგება ლეგიტიმური მთავრობა საქართველოში, და ანუ გაცოცხლდება ყველა ის ხელშეკრულება, იურიდიული ხელშეკრულება, რომლითაც ჩვენ სოჭიდან მოყოლებული სულ ჩვენიაც ქართველები, სულ საქართველოს იურიდიულად ეგრე. თუ სხვანაირად ვერ გაცოცხლდება ეს დოკუმენტაცია, ქალბატონო კეთება. თუ ეს გაცოცხლდება, მაშინ აბსოლუტურად შევარდნაძის მთავრობის დროს სააკაშვილის მთავრობის დროს და ახლა არ ვიცი ივანიშვილი რას იზავს ივანიშვილის მთავრობის დროს ღმერთმა მაგაზე მოდით კითხვა დაგისვამთ და ყოველ შემთხვევაში ხო ისწრაფვის აკეთე დადებული ყველა ხელშეკრულება ანულირდება იურიდიულად ანულირდება სოფლიოს სამართლის საერთაშორისო სამართლის ნორმებით გამიგეთ და დაბრუნდება ყველაფერი ხელახლა დაждდება საქართველოს მოლაპარაკებებს ანუ იმის პირობას იძლევით რომ ლეგიტიმური ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში მთლიანდება საქართველოს ჩვენ არკვირდებით ამას იურიდიული დოკუმენტები კპირდებიან ჩვენ როგორ შევკპირდებით ამ ივანაშვილზე არაფერი არ თქვათ იმიტომ რომ კითხვა უნდა დაგისვათ ეხლა მე მაშინ რახან არ მინდოდა ეს თემა გამეხსნა გამეშიფრა მაგრამ რახან თქვენ აქეთკენ მიბიძგეთ მე ეს თემა მინდა გავშალო მე შემთხვევით არ ვახსენებ, უბრალოდ გაკვირვით ვახსენა 1921 წლის ზვიად გამსახურდია აი ესეთი ფორმულება მისცა თანახმახარ თუ არა 1921 წლის კონსტიტუციურ საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობა აღსდგეს. ნახეთ? უყურე 99% მოსახლეობის სხვადასხვა შავარდნაძე მას სახელმწიფო მოქალაქე არ იყო და არც იყო საქართველოს და არც იყო და არც მიუღია მონაწილეობა. საქართველოს მოღალატედ იყო გამოცხადებული. ხო და არც მიუღია მონაწილეობა. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. და მოსახლეობის 99%-მა მისცა თანხმობა ხმა. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ იურიდიულად საერთაშორისო დონეზე რა უნდა ეთქვა რუსეთს სოჩა იმან ორჯონიკიძემ მაჩუკა ან იმათ თურქეთის მხარეს ის ვიღაცა მაჩუკა ეგრეთ წოდებულმა ყაღარსის ხელშეკრულების საფუძველზე თუ რაღაცა იურიდიულად მსოფლიოს ვერ დაუპირისპირდებოდა აი ამ რეფერენდუმისთვის რა უნდა ეკნა ვერც ვერაფერი ამიტომ მან სასჯელის სახეთ მოიგონა საქართველოსთვის იმ დროს ხალხი იყო აკნებული გახსოვთ თქვენ ეროვნული ნიშნით და ასე შემდეგ ყველანაირად და სხვა მხრივ აზროვნებდა ადამიანები ეს როგორმე ჩაეკლათ ამისთვის საჭირო იყო ჯერ ომი ომი ეს ყველა მიცით რომ ომი საერთოდ სახელმწიფო შლის და ანგრევს თქვენ გულისხმობთ 92 წლის ომს რა თქმა არა მე აფხაზეთის ომს იმას არ გუშიდა ომი ცალკე თქვა ხუჩი სხვა ქვეყნებშიც მოხდა მაგრამ ამას ქვეყანა არ დაუნგრევია თქვა ბრჭყალებში მაგრამ მთავარი ქვეყნის დამანგრევას არის ომი რომელიც დაიწყო ედუარდ შევარდნაძემ რისთვის იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული მაშინდელი ასე ვთქვათ ეს მუხტი 92 წლის 14 აგვისტოს დიახ ომი მაშინ ახალ
ახალგაზრდობა, ასე ვთქვათ, კარგი, ცუდი, იყო ეროვნული ნიშნით დაღწკენებული. ეს ხალხი მას ხომ უნდა მოეშორებია პირველ რიგში. მეორე რიგში რუსეთის რისთვისაც პუტჩი მოახდინა აქ და ამას არავინ არ მალავს, უკვე ბურბულისმა თქვა 66 მილიონი დოლარი რო დაიხარჯა. ასე შემდეგ ამის დიდი მაგალითები და ფაქტები ამაზე მე დროს არ დაგაკარგინებ, რომ რუსეთმა ეს პუტჩი მოაწყო ამერიკასთან ერთად, რა თქმა უნდა, მისი ხელშეწყობით, მას ხომ უნდა მიეღო შევარდნაძის დასმა ხელისუფლებაში, ეს გარანტია არ იყო. მას უნდა მიეცა რაღაც ნაწილი ბატონმა ზაქარიამ, ისე კი არა თქვა, რომ საქართველოს ძლიერება ტერიტორიულ მთლიანობაშია. ესე იგი, თუ მას ტერიტორია მთლიანობა არ ექნება, საქართველოს ყოველთვის პრობლემა ექნება, ხო ეგრეა? ამიტომ ჩვენ თუ ტერიტორიულ მთლიანობას თუნდაც ნაძირალა შევარდნაძეს მივცემთ, ეს შეიძლება ხვალე არ იქნეს შევარდნაძე მოკვდეს უცებ სიტყვაზე და ეს ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს ვიღაცას ხელში შერჩეს. ამიტომ ზუსტად ტერიტორიაზე გადის სიძლიერე, ამიტომ მას ტერიტორია უნდა ჩამორთმეოდა, ავადმყოფობა შეყროდა და რაც ჩაიდინა, ის ომი თავშივე წაგებული იყო. იგივე მოხდა 2008-ში, ის ომი თავშივე წაგებული იყო. მე პირადად პირველშიც და მეორეშიც ვიძახდი და ყოველთვის, რომ ეს საქართველოს ომი არ იყო, არც ქართველებს არ დაუწყიათ, არც ქართველებს არავის არ უკითხიათ, ეს დაიწყო პროვოკაციის მიზნით, მაშინ უჭირდა შევარდნაძეს, გახსოვთ მის ფონზე შევარდნაძემ მაშინ 11 სექტემბრის არჩევნები ჩაატარა. გაგიგიათ ესეთი დემოკრატიული ბრჭყალებში არჩევნები? ასევე გახსოვთ 2007 წლის ფონზე მიშა სააკაშვილის შელახული რეპუტაციები. 2008 წელს მან ეს გადააგორა, იმიტომ რომ ომია, ქართველებს გვებრძვიან. არა ბატონო, ქართველებს გვებრძოდა ერთიც და მეორეც. ამიტომ მე მინდა ერთი პატარა ის გავაკეთო, რომ ბატონმა ზაქარიამ აი ზუსტად პირდაპირ მოარტყა იქ შუბში, უბრალოდ ჩვენ დღეს ვშლით ამ თემას. თუ საქართველოს ტერიტორია არ იქნება მთლიანი, საქართველოს ყოველთვის ექნება პრობლემა, შინაური, გარეული, ეკონომიური გინდა, იდეოლოგიური გინდა, რელიგიური გინდა, ყველა პრობლემა მოდის აქედან. ესაა თავი და თავი ჩემო კარგო. ბატონო ზაქარია, ჩვენ საუბრობთ ზემო ქართლზე, სამაჩაბლო, ცხინვალი, საუბრობთ აფხაზეთზე, ზემო სვანეთზე, ზემო აფხაზეთზე. წინა გადაცემაში ჩვენ ვახსენეთ და აღარ გვეყო დრო, რომ განგვეგვწო და გაგვევრცელებინა აი ეს თემა, განგვევრცო ეს თემა, ეს არის ქვემო ქართლთან დაკავშირებით, რამძიმე მდგომარეობაშია ქვემო ქართლი და ასევე ახალქალაქი, ახალციხე, რომელიც პრინციპში არ ვიცი ეს სიტყვა რანაირად უნდა ვიხმარო, უცხო ტომელებით არის დასახლებული, აქ საუბარია სომხებზე, სომხური ეროვნების ადამიანებზე და აზერბაიჯანული ეროვნების ადამიანებზე. განსაკუთრებით ახალქალაქს ჯავახეთის ტერიტორიაზე მოქმედებს ეგრეთ წოდებული ორგანიზაცია ჯავახკი, რომელსაც თავის დროზე საფუძველი ჩაუყარა ზურაბ ჟვანიას ძმამ ანტონიანმა, რომელიც არის სასულიერო პირი. ზურაბ ჟვანიასთან ერთად. ზურაბ ჟვანიასთან ერთად, დიახ, ზურაბ ჟვანიასთან ერთად. ამაზე მე იმიტომ საუბრობ აი ასეთ ამამად, რომ მე ის ჟურნალი, რომელსაც მე ხელმძღვანელობდი, რომლის რედაქტორის და დამფუძნებელი გახლდით, ჟურნალისტური გამოძიების ჟურნალის პრესპრემიერის, აქ იწერებოდა ამ თემებთან დაკავშირებით. დღეს ეს თემა მიიჩქმალა და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მხოლოდ ზემო ქართლი და აფხაზეთი. ქვემო ქართლი რატომღაც მინავდა. თითქოს აი ეს აღარც არსებობდა განსაკუთრებით ჯავახკი. აი რას მეტყვით ამაზე, მით უმეტეს მე აგერ მაქვს პრესპრემიერი მოტანილი, აქვე ჩავურთავ და კითხვა არ დამავიწყდეს ჯავახკთან დაკავშირებით, ზურაბ ჟვანიასა და მის ძმა ანტონიანთან თუ არ ვცდები, აშოტი ქვია თუ არ ვიცი, ზუსტად აღარ მახსოვს სახელი, სასულიერო პირს, რომელიც ამ ჯავახს უდგას სათავეში, ედგა და უდგას სათავეში. აი ეს კითხვა იქნება და მე მინდა აი პრესპრემიერიდან წაგიკითხოთ იმ საზღვრებთან დაკავშირებით და დაკარგულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე დასაბრუნებელი გვაქვს. აი რამდენიმე პატარა იმას მოგიყვანთ 93 წელს დარიალის ხეობაში
დაიკარგა, ანუ საზღვრები გადმოიწია 850 მეტრი იქნა მიტაცებული 1997 წელს წითელი ხიდის მიდამოებში 400 ჰექტარი მიწის ფართობი იქნა მიტაცებული, ანუ საზღვრები არის გადმოწეული 98 წელს კვლავ წითელი ხიდის მიმდებარედ 300 მეტრი საქართველოს ტერიტორია გამოცხადდა ნეიტრალურ ზონად, ანუ არავის მიწად 2000 წელს შატილის ზონის სოფელ ფიჭვნის გახმაურებული ისტორია არის დათმობილი იქნა 10 კვადრატული მეტრი და ასე შემდეგ არის საუბარი ასევე წითელი ხიდის მარცხენა ბურჯიდან შიხლის რაიონის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით, რომელიც გასხვისდა 98 წელს, ანუ ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადა, ანუ არავის ტერიტორია 90 ამჟამად დავიდგა, მოკლედ ტერიტორიებს კარგავთ საზღვრები, აქეთ საზღვრები საქართველოს ესე იგი ვიწროვდება საქართველოს ტერიტორია, ანუ ვითომ არაფერი, თითქოს ეს თვალსა და ყურს მიღმა არის დარჩენილი და ჩვენ მხოლოდ ერთადერთ ტკივილზე, აფხაზეთზე გვაქვს აქცენტი გადატანილი. სინამდვილეში საქართველოს ტერიტორია ჰექტრობით თუ მეტრობით თუ კვადრატული მეტრობით იკარგება უკაცრავად და აი ამ საზღვრების თემაზე ჩვენ შემდგომ გადაცემაში აუცილებლად გვექნება საუბარი. იმედი არის, რომ საზღვრების თემასთან დაკავშირებით კომპეტენტური ვინმე პირი აუცილებლად გვეყოლება სტუმრად, იქნებ გამოგვეხმაურონ ჩვენ წინა გადაცემაშიაც მოგაწოდეთ ჩვენი საკონტაქტო საშუალებების მისამართები. ეს არის Facebook-ზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქეთი სესიაშვილი, ზაქარია როჭიკაშვილი, ბესარიონ მიქავა, ძალიან მარტივია, ან ტელეფონის ნომერი 57102 51 51 577 40 83 შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. Skype არის ქეთი სესიაშვილი, შეგიძლიათ აი ამ უამრავი კოორდინატი მოგეცით, საშუალება დასაკავშირებელი, დაგვიკავშირდეთ, მოგვაწოდოთ თქვენი აზრი, ჩვენ შეგვიძლია ჩააგრთოთ ამ გადაცემაში, ვისაც სურვილი გაგიჩნდებათ, იმიტომ რომ ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა ჩვენი საქართველოსთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენთვის ქართველებისთვის და ბატონო ზაქარია დაუბრუნდები იმ კითხვას, ესე იგი ასე ნელ-ნელა იკარგება ტერიტორიები და ჩვენ რატომღაც აღარ გვამახვილებინებენ ყურადღებას. მოკლედ ჯავახკაზე თქვენც და შემდეგ ბატონი ბესარიონი განაგრძობს იგივე კითხვაზე საუბარს. მე გეტყვით ერთ რამეს. რა მდგომარეობაშია ახალქალაქი? კარგავთ ჩვენია თუ როგორ არის? საფერაში ეს ახალქალაქი კი არის ჯავახეთი და ქვემო ქართლი. იმთავითვე მიიჩნეოდა სამხრეთ საქართველო მიიჩნეოდა ძალიან ფეთქებაცაშის ტერიტორიად და ზონად. იყო კომპაქტურად ჩასახლება აქ სომხების, აზერბაიჯანელების და სხვადასხვა ერის წარმომადგენლები. თან ეს იყო კომპაქტური ძალიან დიდი კოლონიები. ჩვენ თუ დაუკვირდებით როგორ ჩასახლდა ეს ხალხი აქ, აი ესე კომპაქტურად, ჩვენ ცოტა ადრე დაახლოებით 1 საუკუნე ნახევრით მოგვიწევს უკან წასვლა. იმ პერიოდში, როდესაც ვორონცოვი იყო საქართველოს მეფის ნაცვალი, მაგ პერიოდში მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, ანუ დღევანდელი საკრებულო, ანუ მერიას ასაცველ სახით, იყო სომეხი. ეროვნული სომეხი ადამიანი, რომლის ძმა იყო მეფის კარზე მოსკოვში. მე ზუსტად გვარს ვერ ვიხსენებ, მაგრამ თუ საჭირო იქნება ამას ამოვიღებ, ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ ეს საერთაშორისო ფაქტია, რომ აი მათი რუდუნებით მოხდა იმ პერიოდისთვის საქართველოს მოსახლეობა განსაკუთრებით იყო შემცირებული, იმიტომ რომ დაახლოებით 20-30 წელიწადი იყო გასული ერეკლეს მეფობიდან და ერეკლეს მეფობის დროს ბოლო აღწერით აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ 800,000 ადამიანი იყო, თავის სომხიან, აზერბაიჯანელიან, ებრაელიან, ქართველიანად. 800,000 მოსახლე აღმოსავლეთ საქართველოში, ანუ ტერიტორიები იყო სულ ცარიელი. ხო, და ჩაუდგნენ სათავეში იმას, რომ ყველაზე კარგი მიწები, რომელიც სამხრეთ საქართველოში იყო, მიეტაცებინათ სომხებს და ეს მიზანმიმართულად მოდიოდა ყარსიდან გადმოსახლება სომხების, თურქეთის ტერიტორიიდან გადმოსახლება სომხების
და ეს იქაური სომხები არიან ჩასახლებული და არა სასომხეთის ტერიტორიიდან წამოსული სომხები. ეს ხალხი არის ბუნებით ზღვის ტერიტორიაზე ცხოვრები, ისედაც ყარში ცხოვრობდნენ, ისინი სომხეთის ტერიტორია არასოდეს არ ყოფილა, ის იყო ბიზანტიის ტერიტორია, შემდგომ გახდა თურქეთის ტერიტორია, თურქებმა შეავიწროეს ყარსელის სომხები, ესაც ალბათ ერთობლივი პროექტი იყო, მაშინდელი მოლაპარაკება ალბათ რუსეთის მთავრობის, მაგრამ ეს ძალიან შორს წავიყვანს ეს საუბარი, მაგრამ თავარია რომ მოხდა სერიოზული ექსპანსია სამხრეთ საქართველოსის სომხური მოსახლეობის. სომხური მოსახლეობა ყველას კარგად მოეხსენება, სადაც კი მივიდა, ყველგან ლაპარაკობს ველიკაია არმენიაზე. გამიგეთ? ანუ დიდ სასომხეთზე, რომლის რუკებიც კი შეიქმნა ასევე სტამბულში და მაღაზიაში იყიდებოდა სტამბულში წინა საუკუნეში. გამიგეთ? რომ თურმე სასომხეთის ტერიტორია არა მარტო სასომხეთი, არა მარტო საქართველო, არა მარტო აზერბაიჯანი, თვითონ თურქეთის ნახევარის თურმე მათი ყოფილა და ჩრდილო კავკასიის ნახევარიც. თურმე არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს, რომ მთელმა მსოფლიომ ეს აღიარა, რომ ეს არის დიდი აფიორაც კი არა, ეს არის დიდი ტყუილი, ეს არის სომეხი მეცნიერების ნაბოდვარი, ასე ვთქვათ, მაგრამ ფაქტად რჩება ისინი თავიანთ მოსახლეობას ზრდიან ამ მიმართულებით და მათ აქვთ პრეტენზიები, გამიგეთ, მოსახლეობას რასაც ჩაუდებ, გამიგეთ, ზუსტად იქეთკენ მიყავს თავისი საუბარი, თავისი ლოგიკა, თავისი მენტალიტეტი. აქედან გამომდინარე ეს ძალიან საშიში ფეთქებადი რაიონია, იმიტომ რომ ამ ნაციის ხალხით არის ძალიან დასახლებული ეს. და მით უმეტეს აგერ სეპარატისტული ორგანიზაცია ჯავახკი, რომლის ფუძემდებელიც ერთ-ერთი ფუძემდებელი ზურაბ ჟვანია იყო, რომელმაც და რისთვის იცით? იმიტომ რომ იქედან მოეგოთ შემდგომი არჩევნები ყოველთვის. თუ როდისმე საქართველოში ეროვნული ძალები წამოიცეო და ისე რომ არჩევნების გზით საფრთხე დაემუქრებოდა მათ მართლობას, ყოველთვის არჩევნებს იგებდნენ სამხრეთ საქართველოდან. და დღესაც ეს იაკეთებენ. დღეს თბილისს აბსოლუტურად აგებს დღევანდელი მთავრობა უკვე რამდენი არჩევნებია, მაგრამ საერთო ჯამში არჩევნებს იგებს მხოლოდ სამხრეთ საქართველოს ხმებით. და თქვენ ფიქრობთ, რომ მხოლოდ არჩევნებისთვის იყო ეს ჟვანია სათავეში ჩადგომა? არა, არჩევნები ხო ხელისუფლება. ხელისუფლება კიდე დროი. იქნებ კიდევ სხვა რამე ინტერესი ქონდა. ხელისუფლებაში ყოფნა კიდე დროის მომენტია, რომელსაც შენ კარგად იყენებ შენი სეპარატისტული მიზნებისთვის. და კიდევ გიმეორებ, ის ჯავახკი თხოვლობს ავტონომიას ჯერჯერობით იმ პერიოდში თხოვლობდა ავტონომიას და თქვენ რო იცახით ეს მიიჩქმალო, არაფერი არ მიიჩქმალულა. იქამდე მივიდა ეს ჯავახკი, რომ მათი მოთხოვნით იქნა, გამიგეთ? 600 ეკლესია მოთხოვნილი მათი ბანდიტი პატრიარქის მიერ. ის ბანდიტია, ის არის მე მას ტელევიზორში რო უყურე, როგორ იქცევა სასომხეთის პატრიარქი, ეს არის თითქოს ქათამს ყიდულობს ბაზარზე, გამიგეთ? ეს არის უბედურება. ეს არის უბედურება სომეხიერის, თვითონ ვერ ხვდებიან, რომ ვის ხელში არიან. ეს მართლმადიდებლობის თემასთან რო გვექნება საუბარი არის. რაშუაშია მე უბრალოდ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის სომეხზე გითხარით, რა წარმოქმნა უნდა გქონდეს ქართულ ხალხს. ბატონო ბესარიონ, ბატონი ზაქარია ცოტა ემოციებით ალაპარაკდა, ახლა თქვენთან გადმოვალ შეკითხვით. მე მესმის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ტკივილი, ჩვენი სამშობლოს და ტერიტორიების დაკარგვა, ამდენი ადამიანის დანაკარგი და ბატონი ზაქარიას კონცეფციაში წერია, რომ ენა, ჩვენი მშობლიური ენა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მისი დანაკარგის საშიშროებაც არის, დაკარგვის საშიშროება, ამაზე შემდგომ ვისაუბრებ. აი ამ ჯავახკის წყალობით ზუსტად სამხრეთ საქართველოში ჯავახკის და კიდევ სხვა ორგანიზაციების წყალობით სამხრეთ საქართველოში საერთოდ ვერ ლაპარაკობენ, კი არა, არ ლაპარაკობენ ქართულად, არ ჭირდება.
იმიტომ რომ და აი ამას ენასთან დაკავშირებით როცა მივალთ იმ ნეტარებაზე, მაშინ გავამახვილებთ ყურადღებას. ბატონო ბესარიონ, მე რადგან ჩემთვის ცნობილია ეს თემა სამხრეთ საქართველოზე, ქვემო ქართლთან დაკავშირებით, ამ დაკარგულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ვმუშაობდი ამ თემაზე, მე მინდა თქვენ მაყურებელს გააცნოთ ის ზრახვები თუ რა გარდა იმისა, რომ მე მესმის რომ თქვენ მიპასუხებთ იმას, რომ ხელისუფლება ახმების რაოდენობით მოდიან ხელისუფლებაში და ხელისუფლება მერე თავის პერიოდს იყენებსო სათავისოდო. მე მინდა თქვენ მაყურებელს უთხრათ, რა შუაში არის ჯავახკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანტონიანი ზურაბ-ჟვანიასთან, მე ვამბობ რომ ის ანტონიანი ზურაბ-ჟვანიას ძმა არის. ეს რანაირად ჩდება, რა კონტექსტშია და მეორეც, რა ინტერესი ჰქონდათ გარდა იმისა, რომ აი ეს მიწები მიეტაცებინათ, აი იქ ადგილზე, კიდევ რა ინტერესი ჰქონდა, აქვს ჯავახს, ჰქონდა და აქვს ჯავახს. და იგივე ზურაბ-ჟვანიას. ის ხომ ქართველი იყო და სამშობლოზე შეყვარებული კაცი, მე მახსოვს ის მწვანეებიდან მოვიდა და ხუდონხესის წინააღმდეგიც იყო მისი აშენების. ქალბატონო ქეთინო ეკოლოგიურად არ დაბინძურდეს. გასაგებია, მე არ მინდა ჩვენი საუბარი როგორც იცით, იმ ხელა დიდ თემაზე და ისეთ ღრმა აზროვნელ დაწერილ თემიდან ცოტა იქით გავიდეს, იმიტომ რომ ბატონმა ზაქარიამ შვენიერად დაწერა კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოს ძლიერება ტერიტორიულ მთლიანებაში. რატომ მიზანი რა არის? გასაგება წერია, საქართველო ძლიერი არ იყოს. აქ ჯავახკი შეიქმნება, კრუნკი შეიქმნება, ის დაშაკ ცუტუნი შეიქმნება, თუ რა შეიქმნება, ეგ დელა ტექნიკი ბოდიში ამ სიტყვაზე ამაზე. მე კიდე გეუბნებით, საქართველოს ტერიტორია დღეს ნაყიდია, გასხვისებულია ჩინელებზე, ამერიკელებზე, რუსებზე. კი, მაგრამ სომხებს განსაკუთრებით ერთი ის უნდოდა, რომ ერთი წუთით. მე კიდევ ერთხელ ერთ-ერთ ობიექტივის გადაცემაში მე ვთქვი, სომხების მეტი რომ მოითხოვენ, არა, აქვთ უფლება მეზობლის სახკარი იყიდება, უპატრონო და რატომ არ ითხოვს უფრო მეც, ქალბატონო ქეთინო? მეზობლის სახკარი არის უპატრონოდ, ყველა ყიდულობს, ყველას მიაქვს ის რაც უნდა. თავარი პრობლემა, კიდე გეუბნებით, საქართველოს ძლიერებაშია. საქართველო თუ ძლიერი იქნება, მას არანაირი პრობლემა არ იქნება არც სამხრეთით, არც ჩრდილოეთით, არც აღმოსავლეთით და არც დასავლეთით. დანარჩენი ეს არის ნაღმები, რომელსაც დევს საოკუპაციო ადმინისტრაცია. ეს როგორ ეს არის პროვოკაცია, რაც შეეხება თვითონ სომხების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ესეც ამ თემასთანაც მე მქონდა ობიექტივის ეთერში გამოსვლა და იქ 2005 წელს ქალბატონო ქეთინო აკადემიის დარბაზში, სააქტო დარბაზში გამოვიდა ისიხანიანი და მან მოითხოვა ზუსტად იმ კანონის და 600 ეკლესიის მიღება, რომელიც თითქოს ახლა მოითხოვეს და ვითომ ახლა თავი გაიგიჟეს. სხვათა შორის საპატრიარქოს ეგიდით იყო ეგ. და რომელსაც ხელმძღვანელობდა მეუფე დანიელ დათუაშვილი, ჩემო კარგებო. ამის დოკუმენტსაც მოგიტან გადაცემაში და გაჩვენებ. ამიტომ ეს პრობლემა არ არის ის რომ როგორ იცი ისინი იმათ მოათხოვები ეს და ამას პასუხი არავინ არ გასცა და მე რომ მოვითხოვე პასუხის გაცემა იქ ეთერში იმ დარბაზში მე მითხეს 2 თვით ადრე უნდა შემოგეტანაო და მე რა ვიცოდი მე უთხარი ის რომ ისეხანიანია გამოდიდი იყო და თქვენი წოდით მეთქი და კიო და მაშინ პასუხი რატო არ გაეცით მეთქი ყველაფრის პასუხი გაცემულია უკვე ეს ჟურნალი მე ეს ჟურნალი გამოქვეყნდა სადაც დაფიქსირდა ამ ჟურნალში რომ სომხები ითხოვენ ამას და იქ ამ ჟურნალში ასევე არის ქართველი მეცნიერების სხვა თემებზე მასალა დადებული და იქ არც ერთი არც ამას პასუხს ჩვეულებრივად შეუძლია ყველას აჩვენოს აბატონო ჩვენ მოვითხოვეთ და საწინააღმდეგო არავის არაფერი არ უთქვია კიდე კი მეორედ 92-ში ოკუპაცია ანექსია მოხდა საქართველოსი იმიტომ კი არა რომ ქართველები აყვავებულიყვნენ ახლა
და ხვალე მოეთხოვებიათ, იმიტომ რომ ზუსტად რომ ეს ტერიტორია არის ქართველებისთვის ბორკილი ხუნდი, რომელიც ადებს და ცოცხალი თავით არაძლევს საშუალებას, მან თავისუფლებას ილაპარაკოს. აბა დაიწყეთ როგორც კი ქართველი ერს გაახსენდება რაღაცა მიტინგები ან თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე საუბარი, იმ წუთას იწყება ტერიტორიები აფხაზეთის სამაჩაბლო, სამცხე-ჯავახეთი და რაც სამეგრელოსაც დაიწყებენ ჩემო კარგებო, დაიწყებენ ყველგან ტერიტორიას. ეს პრობლემა არ არის. ეს შეიძლება ყველა ერში, ყველა კუთხეში ესეთი წამოწიონ და ხელოვნურად ააფეთქონ. თავარი ხო, ამიტომ არის ზუსტად ბატონია ზაქარიას ეს კონცეფცია, რომ ტერიტორიული მთლიანობაშია და მე კიდევ აცხადებ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დღესდღეობით მარტო ძალუც საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას ფიზიკურად კი არა, იურიდიულად და თუ ვინმეს უნდა ქვეტექსტით ვამბობ და მე ღიად ვეტყვი, თუ ვინმეს უნდა საქართველოსთვის კარგი, მან უპირველეს ყოვლისა უნდა აღადგინოს კანონიერი ხელისუფლება, მან დანიშნოს არჩევნები, რომ გახდეს ქვეყანა ლეგიტიმური. აქედან გამომდინარე ყველა ტერიტორიული პრობლემა იხსნება, გაქრება როგორც გუშინდელი თოვლი, ჩემო კარგებო, ჯავახიც, ის ფანდარასტიც და ყველა. როგორ იცით, არც ერთი ხმას არ ამოიღებს, უბრალოდ ვერ ამოიღებს საერთაშორისო სამართლით. აღარაფერი არ ეხება და იყვიროს ბატონ ბოდიში ახლა და გიჟი თავისუფალია, ხალბატონო ქეთინო და ეხლა ზოგ შეუძლია პუგაჩოვამ იმაში მარზე იყიდა მიწა. ბატონო თქვენს იყიდეთ. ხო, ასევე შეუძლია სომხებსაც, მერე ჩინელებსაც იყიდონ რუკაზე, ოღონდ რუკაზე იყიდონ საქართველოს მთლიანად თუ უნდათ. ასე ვთქვა თავის სიზმრებში. ბატონო ზაქარია, აი ახლა ხანს ახლა ბუმია და საკმაოდ მიდის რეკლამა, პიარი ერთ-ერთ მდიდარ ოლიგარქზე, უმდიდრეს ოლიგარქზე, თუმცა ამ ადამიანმა თქვა, რომ ის ოლიგარქი არ არის და ოლიგარქი კიდე სხვა მცნება არისო და მოკლედ მილიარდელზე და კარგად ხვდებით ვისედაც საუბრობ, ბიძინა ივანაშვილზე. მე ივანაშვილს ვამბობ იმიტომ, რომ 2005 წელს სწორედ პრეს-პრემიერში, ჩემ ჟურნალში გამოქვეყნდა დღეს ყბადაღებული ინტერვიუ, მაშინ მხოლოდ მე დავბეჭდე, ეს გახლდათ ექსკლუზივი პრეს-პრემიერს, საუბარი შედგა 7 აპრილს 2005 წელს, ბიძინა ივანაშვილთან არის ინტერვიუ, სადაც არის ასეთი ვერსია, ივანაშვილი არის სინამდვილეში და შემდგომ მოხდა ისეთი ცვლილება გვარში, ივანიშვილი ეს მექანიკური შეცდომა თუ არა თუ შეგნებული შეცდომა არის, თუ შეგნებულად დაშვებული ამბავი, ეს სხვა თემა არის და მე არ ვიცი თუ საჭირო გახდება, ალბათ ამაზედაც ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ერთი ასოს შეცვლა გვარში, ეს ან ძალიან ამახინჯებს გვარს, ან ეროვნებას უცვლის, ან ნუ რაღაცაში ყოველ შემთხვევაში თავისი გვარის მოყვარული ადამიანი არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ თითო ასო შეიცვალოს, ერთი ასოც მაინც რომ შეიცვალოს გვარში, ანუ გვარი დამახინჯდეს გარკვეულწილად, ხომ? ეს ალბათ სხვა თემა, ან შედის ამ თემაში, მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბიძინა ივანაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ასეთ გაპიარებულია დღეს 2002 წელს ჟურნალი პრეს-პრემიერი რედაქტორის პროექტში, ანუ ჩემს პროექტში ვაქვეყნებ ასეთ სენსაციურ განცხადებას. ბიძინა ივანიშვილი, მაშინ ივანიშვილი ვიცოდით ჩვენ, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. ეს გახლავთ 2002 წლის 8 ოქტომბერი და მე ამოვიკითხავ პატარა რაღაცას თუ თქვათ არ შეგაწყენთ თავს, იმიტომ რომ მე ლოგიკურად გადმოვალ კითხვით თქვენთან. ამ დღეებში ჩვენი ინფორმატორები რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის გაპრეზიდენტებაზე ალაპარაკდნენ. ეს ამბავი დაუჯერებელს გავს, მაგრამ სანდოწყარო ირწმუნება 15 ოქტომბერს, ანუ საუბარია 2002 წლის 15 ოქტომბერს, ბატონი ბიძინა თბილისში დაბრუნდება და საქმიანობას აქ განაგრძობს. სულ მალე კი რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების შედეგებიც გაცხადდებაო.
თურმე ამ ქვეყნების ზედა ეშელონებში ორი კანდიდატურა განიხილებოდა. ნომერ პირველ ტერორისტად და ედუარდ შევარდნაძის სიტყვიერად შეწყალებულ იგორ გიორგაძისა და ბიძინა ივანიშვილისა. გიორგაძის პიროვნება ამერიკის ადმინისტრაციას დაუწუნებია. დავუშვა ჩვენი ინფორმატორი მართალი აღმოჩნდა და მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ის იტყობინება. საქართველოს ბორია ივანოვის, ანუ ბიძინა ივანიშვილის გაპრეზიდენტება რას მოუტანს? ალბათ პირველ რიგში ედუარდ შევარდნაძე მიიღებს ხელშეუხებლობის გარანტიას. მეორე წარსულს ჩაბარდება რუსეთ-საქართველოს შორის ხელოვნურად გაღვივებული დაპირისპირება. მესამე ამერიკის შეერთებული შტატები ამიერკავკასიაში დაიტოვებს თავისთვის საჭირო ინტერესებს. მეოთხე ქართველ ხალხს ეყოლება თავმდაბალი, ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტი და ასე შემდეგ. მეტი აღარ არის საჭირო, ალბათ ამის საკითხვა. უბრალოდ ეს აბზაცი ეს მონაკვეთი იმიტომ წავიკითხე, რომ დღეს არის საზოგადოება ორად გაყოფილი პრინციპში სამად. ერთნი მხარს უჭერენ ბიძინა ივანიშვილს და თუ ივანაშვილს და ამბობენ, რომ ეს არის საოცარი ადამიანი და ეს არის საქართველოს მხსნელი. მან უნდა დაგვიბრუნოს ჩვენ საქართველო. მეორენი, ანუ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, ამბობენ, რომ ეს არ არის საქართველოს მხსნელი და მოკლედ ნეგატიურად უყურებენ და აფასებენ მის ჩამოგზანებას და ყოფნას, მის მოგზანებას პოლიტიკაში და მით უმეტეს პრეზიდენტად ან პარლამენტის თავმჯდომარედ. მესამენი ნეიტრალურები არიან და ვერ გაურკვევიათ ვინ არის საერთოდ ბიძინა ივანიშვილი და რა უნდა. მათთვის სულ ერთია ოღონდაც კარგად იყვნენ და ვინ იქნება თავში მათთვის სულ ერთია, ანუ მესამენი მხრებს იჩეჩენ. ესე იგი, ხო, არა, არ ვიცი, აი ასეთი პასუხი. როგორ არა? და სწორედ ახლა თქვენი პასუხი მინდა, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? საიდან გამოჩნდა თუ ივანაშვილი? საიდან გამოჩნდა ეს ადამიანი სწორედაც ახლა? და კიდევ აი აქვე ერთი შეკითხვა. სულ ახლა ხანს მივიღე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ცოცხალია და სტრასბურგში იმყოფება, ბატონი ბესარიონ გუგუშვილი. აი ამაზე თქვენ მიპასუხეთ, იმიტომ რომ სწორედ ეგ შეკითხვაც მაქვს ერთ-ერთი. ბესარიონ გუგუშვილი აცხადებს პრეტენზიას საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენის, ანუ ის უნდა მოგვევლინოს როგორც კანონიერი ხელისუფლება საქართველოში და ის როგორც გავიგე მხარს უჭერს ბიძინა ივანაშვილს თავის სხვა რაღაც წარმომადგენლებთან ერთად. ერთ-ერთი არის ასათიანი, რამდენადაც მე მომაწოდეს ეს ინფორმაცია, ერთი არის ნემო ბურჭულაძე და დანარჩენი გვარები ჩემთვის არ მოუწოდებიან. აი ხო, უბრალოდ მაინტერესებს ლეგიტიმურ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, კანონიერი ჩვენი პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია, ნუ არის მოარული ხმები თითქოს ზვიადი ცოცხალია, მაგრამ მეორენი ვამბობთ, რომ ზვიადის სახელი არის ცოცხალი ჩვენში და არის მისი ქვრივი ქალბატონი მანანა არჩვაძე გამსახურდია. მოკლედ, ვინ არის ლეგიტიმური ხელისუფლება? ბესარიონ გუგუშვილი. ერთი პატარა შეკითხვა ქალბატონო ქეთევა თუ შეიძლება. ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ბესარიონ გუგუშვილი უჭერს მხარს. ბესარიონ გუგუშვილი კანონიერების აღდგენას აპირებს თუ ივანიშვილის მოყვანას გავაგებიერთ. ხო და აი სწორედ აი თქვენი შეკითხვა, დიახ, თქვენი შეკითხვა აი ამაში მდგომარეობს, უბრალოდ ჩემი შეკითხვა იყო ზუსტად აი ეს. თქვენთან ერთიც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი ბრძანდებით და მეორეც ღრმად ჩაფლული ეროვნულ მოძრაობაში. იქნებ ამიხსნათ რაშია საქმე. დიახ, ბიძინა ივანაშვილი არის თუ არა, მოკლედ კითხვა არის თუ არა კავშირში ბესარიონ გუგუშვილთან, უბრალოდ ბესარიონ გუგუშვილი არის თუ არა ივანაშვილთან კავშირში, თუ ეს ჩემი ნაწერი 2002 წელს რამეს წარმოადგენს და არის რაღაცა რაშუაშია ამერიკა და რუსეთი და რაშუაშია იგორ გიორგაძე და ვინ არის ლეგიტიმური ვინ მოყვავს და სად მოყვავს. ქალბატონო ქეთევა, თქვენ საკმაოდ რთული კითხვების დასმა გიყვართ. თითოეული კითხვა 30 კითხვას შეიცავს, გამიგეთ? და რამდენიმე კითხვას ერთად გისვამ. დროს საიმისოს არ გვაძლევთ, რომ ერთ კითხვას მაინც ბოლომდე უპასუხოთ. მაგრამ მე ძალიან გთხოვთ, ერთი წუთი თქო მისმინოთ. საქმე რა შეიძლება, არც ბიძინა ივანაშვილშია აქ პრობლემა. არც სააკაშვილშია პრობლემა. არც ბესარიონ გუგუშვილშია პრობლემა.
პრობლემა უფრო სხვაგან არის დამალული და ჩვენ მეტყვით ინგლისია. არა, რა შუაშია ინგლისი გასვა. მე გეტყვით, რატო გქონიათ რომ ინგლისს ვიტყვი და არა დაუშვათ კოლუმბიას დაუშვათ, ხო? წინა გადაცემაში ასე ბრძანა. ხო. ნუ ეს ფაქტია და ეხლა თუ ვინმეს უნდა დაესწროს და ოპონენტად დაждდეს და მაშინ გავარკვევთ მაშინ კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენ საკონტაქტო საშუალებებს ზაქარია როჭიკაშვილი, ქეთი სესიაშვილი, ბესარიონ მიკავა Facebook-ზე და 571-51-577-40-83-82 შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და მიიღოთ მონაწილეობა გადაცემაში. ინგლისის საელჩომას უნდა მიიღოს მონაწილეობა. და შეგიძლიათ თქვენი აზრები და შეგიძლიათ მოგვაწოდოთ. საელჩომას და სამეფო სახლმას. გუშინ შვილი რო შეეძინა თუ ორსულად რო არის მისი მეუღლე და დიდი ამბავი რო ხდება მთელ სოფლიოში ჩამოვიდეს და მიხედოს ხო იცის რომ საქართველოს მისი სახელმწიფოს ნაწილია. კი ბატონო. ჩამოვძანდეს და მიხედოს აკაურობას. არეულ და არეულ. ხო, პასუხით. ეხლა ერთი რამ მინდა გითხრათ. პრობლემა არ არის თითოეულ პიროვნებებში. ფაქტია რომ სოფლიოში მიდის ძალთა გადანაწილება და ამ ძალთა გადანაწილებაში ძალიან სერიოზული პრეტენზიები აქვს ორ ძალიან დიდ ლობს. ეს არის ებრაული ლობი და ეს არის სომხური ლობი. და ეროვნული ნიშნით ნაწარმოები ბრძოლები ეროვნული ქვეყნების დაარსებისთვის ყოველთვის ჩახშობილი არის და ყოველთვის სათავეში მოდის აი ამ ჩახშობის შემდგომ სათავეში მოდიან ან ებრაული წარმოშობის მმართველები ან ნახევრად მიწმასნილები ან სომხური წარმომავლობის ადამიანები. ეხლა რაშია საქმე? კომუნისტების დროს კგბ-ს ჰქონდა ძალიან საინტერესო მეთოდიკა დამუშავებული. ადამიანები, რომლებიც იყვნენ შერეული ქორწინებიდან დაბადებულები, დედით რუსი და მამით ქართველი, ისინი ძალიან სულ სამსახურს უწევდნენ ხოლმე შემდგომ თავიანთ ქვეყნებს. ანუ ეროვნებას ვისასაც ატარებდნენ, ანუ მათ ეროვნული განცდა მიჩლუნგებული ჰქონდათ, განახევრებული. ეს ხალხი არიან გაორებულები, ორი სამშობლო აქვთ, გამიგეთ? და როდესაც რუსი და ქართველის ნაჯვარი ადამიანი იმან არ იცის, გამიგე, რომ საქართველოს მიემხრობა, კარგია საქართველოს თუ მიემხრობა, მაგრამ რუსეთსაც რომ მიემხრობა, ისიც კარგია. მას ორი სამშობლო აქვს, ორი მოქალაქეობა. აი ახლა მე კითხვას ვსვავ, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დგა და სამი მოქალაქეობა და მესამე ქვეყნის მოქალაქეობას რატომ მართმევთო? ბოლო გამარკვიონ, სადაურია ეს კაცი, ქართველია, რუსია თუ ფრანგია. მე გეტყვით მაგაზე ერთი წუთი პრეს-პრემიერში მიწერია ინტერვიუში თუ შეიძლება ეკითხებიან ბატონ ბიძინას, ჟურნალისტი ეკითხება ბატონ ბიძინას, ეს არის კიდევ ვიმეორებ 2005 წლის 15 ივნისს არის დაბეჭდილი, მაგრამ საუბარი ჩაწერილი არის 7 აპრილს 2005 წელს. ბატონ ბორის ბიძინა ბოლოს და ბოლოს მაინც რომელი ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით, რუსეთის და საქართველოს. კი ბატონო, აი აქ არის ლაპარაკი. როდესაც მუსილებს აზრი რომ ბიძინა ივანაშვილმა, იმიტომ გადაიკეთა ივანიშვილად გვარი რომ უფრო ქართულად ჟღერს ივანიშვილი, გამიგეთ? და ანუ ვითომ მოცილდა თავის ძირითად ეროვნებას, მე ვსვავ კითხვას, საქართველოს მმართველად ვერ იტას მთელი მსოფლიო დედით, მამით, ბიძაშვილით, პაპით და ბებიით ქართველს და იტანს ნახევრად რა უბედურება ეს ნახევრად და დაგჭა ზუსტად ნახევარი საქართველო. მოდით ადამიანებო ერთ რამეს მივხედოთ. ბიძინა ივანიშვილი დღეს რომ პირდება რომ მე მოვალ და დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებ. რა უფლებით ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, ვინ აძლევს მას ამ ლეგიტიმაციას? ბიძინა ივანიშვილი და თუ კი ბესარიონ გუგუშვილი ემხრობა მას. ახლა მოდი ბესარიონ გუგუშვილი აღარ არის კაცო, აღარ იმ ძველმა ბესარიონ გუგუშვილი ნიშნავს არჩევნებს? ბესარიონ ხო თავს კანონიერ ხელისუფლებას ის იყო აღმასრულებელი ორგანო თავის დროზე და არა კანონმდებელი და ის ვერ დანიშნავს არჩევნებს. მაგრამ მას პრეტენზია თუ აქვს მართლა? პრეტენზია შეიძლება ბევრი რამის ნიშნავს უზენაესი საბჭო. ბატონო გეთევა და არა ასე თქვა პრემიერ-მინისტრი თუ თუნდა ჩხალებში კონსტიტუციით როდესაც სახელმწიფოს პრეზიდენტი აღარ ყავს, პრეზიდენტის მოვალეობებს
ითავსებს მეორე პირი, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარე. ვინ არის პრემიერ-მინისტრი და ვინ არის აღმასრულებელი წარმომადგენელი? მაშინ აკაკი ასათიანის თუ ემხრობა ბესარიონ გუგლისა ივანაშვილი. აკაკი ასათიანმა ანუ უკვე აღარ არის პარლამენტი იმის უზენაეს საბჭოს წევრი, ის იყო უკანონო პარლამენტის წევრი და ეხლა არ შეიძლება სოფლიო კანონია, არ შეიძლება ორი პარლამენტის წევრი ერთად იყო კაცო. საქართველოს უზენაეს საბჭოს უზენაეს საბჭოშიც იყო და როგორც კი მოვიდა პარლამენტში საოკუპაციო ხელისუფლება შევიდა იმ ხელისუფლებაში და იქაც პარლამენტის წევრი იყო. სააკაშვილსაც რომ შეეყვანა შეეგდო შიგნით ერთი პატარა ქონის ნაჭერი, გამიგე, იქაც შევარდებოდა ეს კაცი და ეხლა ეს ერთ რამესაც გეტყვით, ის პარლამენტი ზუსტად გამსახურდია რომ გვალი მაგიდა დიახ. როდესაც მოხდა პუტჩი, ის პარლამენტი მთლიანად წავიდა და საზღვარგარეთ იკრიბებოდა. რა სად იყო მაშინ ბატონი კაკუასათიანს ხო ჩამო ვინც არ წავიდა მოღალატედ გამოცხადდნენ ესენი და პარლამენტმა ისინი გარიცხა შეუჩერდა უფლება მოცილება გამიგეთ და ეხლა რა არის იცით ეგრე არ ხდება საერთოდ აბა ბატონო ბესარიონი განაძოდა მე ეს თემა კიდე რა მოვიტანე იცით რომ დიახ წინა გადაცემაში ჩვენ გქონდა საუბარი იმ ეროვნულ ძალებზე რომლებიც ახლა გააქტიურდნენ ანუ ეს ეროვნული ძალებიც გაყოფილია მე მახსოვს ჩვენი საუბარი ერთნი და ირინა სარიშვილის მაგალითი მოვიყვანე როცა მან ინტერვიუ მიცა და თქვა რომ ეროვნულმა უნდა გააქტიურდესო ეროვნული მთავრობა უნდა მოვიყვანოთ და სწორედ იმის შემდეგ გამოჩნდა ბიძინა ივანაშვილი იმის შემდეგ ირინა სარიშვილს მოყავს ეროვნული მთავრობა არა მე არ ვიცი თქვენ უნდა გამცეთ პასუხი დიახ ქალბატონო ქეთინა უპირველეს ყოვლისა რაც შეეხება ივანიშვილის გვარს აიქნება თუ იქნება ჩემთვის პირადად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის ერთ გვარს მოაკლებთ თუ ორს მოაკლებს მეორე რაც შეეხება მე რას ვნახე ტელევიზიით რომელიც იყო პირველ არხზე სხვათა შორის ეთერში მე მას დავარქვი საპრეზიდენტო საათი. სერიოზულად რომ დავფიქრდი უყურებ კაცს რომელსაც ჩამოვართვე წყალებში მოქალაქეობა, გამოდის საფნახევარი პასუხობს 200 ჟურნალისტს 220 ხო? ასე იქცეოდა, თქვათ, როცა მოვიდა მიშა პირველ პერიოდში შევარდნაძე ამერიკაში ხდება პრეზიდენტის საათი, პუტინმაც გააკეთა ინტერნეტის საშუალებით. მე შეგნებულად არ წავედი, არც მიიღებდნენ ალბათ, მაგრამ ეს იყო პრეზიდენტის საათი. კაც რომელსაც მოქალაქეობა შეწყვეტილი აქვს საფნახევარუშებ კარგით რა. ხა რაც შეეხება გამოჩნდა ეგრეთ წოდებული ჟურნალისტების საოკუპაციო ადმინისტრაციის ჟურნალისტების სახე. რა დონის არიან კულტურით, მანერით ეს ერთი. მეორე რაც შეეხება არც ერთი შეკითხვა იქ არ იყო პოლიტიკური. არც ერთი შეკითხვა არ იყო მამხილებელი ივანაშვილის წინააღმდეგ. მე რასაც უყურებ დღეს და რაც ხდება მის მიმართ მე უფრო შავპიარს მაგონებს და ხელი ეწყობა მის მოყვანას და მე არ მინდა არანაირად ჩავერთო იმ ასე ვთქვათ ფერხულში რასაც ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში ოპოზიცია აკეთებს ივანიშვილის მიმართ ოპოზიცია ივანიშვილის გულისხმობ იმიტომ რომ არც ერთი ვინც ებრძვის იმ მეთოდით ბრძოლა მასთან წამგებიანია იმ გაგებით რომ კიდე გეუბნებით შევარდნაძეს არ ქონდა ბატონო მოქალაქეობა და თქვენმა მაცხონებულებო ეგერ არის ცოტა სხვა სიტყვას თქვა მინდოდა ამიტომ ცოტა შევჩერდი ედვარდ შევარდნაძე კრწანიში და რომ განისვენებს და პლუს იღებს პენსიას და დიდ თანხას საქართველოს მოქალაქეობისგან რის გამო რომელმაც მოქალაქეობა არ ქონდა და ესე მიიღო ყველაფერი საქართველოში აბა ეხლა ივანაშვილს რატო ეკამათებით ამას ეხლა რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ზვიადისტურ პრობლემას თქვენ გაიხსენეთ ყველა არჩევნები სააკაშვილი გინდა შევარდნაძე გინდა ყოველდღიურად ყავდა ბრჭყალებში ეგრეთ წოდებული ზვიადისტები დიახ გახსოვთ ეს ყველა ნახმარი კარტებია უკვე სააკაშვილიც თავს ადარებდა ზვიად გამსახურდიას
ამიტომ ეს ყველა იცის რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი განწყობილია ეროვნულად ასეთ დავარქვათ. ზვიადი ამ შემთხვევაში ზვიადის თურად არის ასე ვთქვათ ფიგურალური მხარე თორე ეროვნულად განწყობილია და ამ ხალხმა იცის რომ მას ყავდა ამ საუკუნეში ეროვნული ხელისუფლება რომელიც რაც ბატონ ზაქარია როჭიკაშვილს აქვს ხო თავის რანტარებაში ყველა პრობლემას თვის მზად იყო შეჭიდებოდა მოსახსნელად ვერ მოხსნა ყველა პრობლემა რა თქმა უნდა მაგრამ თვითონ ამ პრობლემის მოსახსნელად მზად იყო ის როგორც გერი არ მოექცეოდა ამ ცხრანეტარებას პირიქით შეეცდებოდა გაეკეთებია ახლა შეძლებდა თუ არ შეძლებდა ცალკე თემაა მაგრამ მისი სურვილი აქეთკენ იყო დღევანდელი საოკუპაციო ადმინისტრაცია და წინანდელიც არა თუ არ ეცდება ამის საწინააღმდეგოდ იმოქმედებენ დღესაც მის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ თქვენ კიდევ ერთხელ გისვამთ მე ასე ვთქვათ შეკითხვას ბჭყალებში გაგებით რომ თქვენ წარმოიდგინეთ 2012-13 წლები არჩევნებში ვინმე მივიდოდა არც არავინ არ მივიდა ამიტომ საჭირო იყო წინა დავიჭიროთ ასე ვთქვათ თადარიგი იმისთვის რომ ეს მოსახლეობა როგორმე არჩევნებში მივიყვანოთ იგივე სააკაშვილს უნდა ივანაშვილი სააკაშვილს ხალბატონო ქეთევა სააკაშვილს რა უნდა ვინ რას ეკითხება ივანიშვილმა გახსოვთ რა უთხრათ საკუთარი ოჯახის წევრი ხმას არ მისცემსო და ისე კი არა თქვა შიგნით რა ხდება ისიც მეც ვიცი უბრალოდ ეს არ არის აქ მოსატანი თემები ხო სააკაშვილზე არ არის საუბარი ვინ რას ეკითხება ვის რა უნდა არა ის ვინც საოკუპაციო ადმინისტრაცია ნიშნავს იმას რომ მას ყავს უკან მდგომი ოკუპანტი ქვეყანა ხო ეს ოკუპანტი ქვეყანა ხო ფიქრობს რომ 2012-ის და 13-ის მერე რა ვქნა კაცო როგორ დავჭამ საქართველოში აქ რაც მიწერია ეს დიახ ეს ნებსი თუ უნებლიე წინა თქმა არის ხო და მოყავთ ეხლა სხვადასხვა კარტია ხო რა ქნან ეხლა ჯოხი არ გამოდის უკვე ამდენი ხანი ურთხეს ამ ქართველებს სანამდე ურტყამ ამ ჯოხს ხო ბოლო მით უმეტეს მსოფლიოში ხო ხედავთ რა პროცესები მიმდინარეობს ეხლა სააკაშვილის გამო ვერავინ ვერ გააჩერებს მსოფლიოში მიმდინარე ბჭყალებში დემოკრატიულ პროცესების იმიტაციებს გულისხმობ რაც ხდება ყველგან ამიტომ ამის გამო ეს ვერ გაჩერდება ზუსტად საქართველოს სააკაშვილის ყოფნა აქ შეაწერა ბელორუსიაში რევოლუცია შეაწერა რუსეთში და ბევრი დიდი დაბკოლება შეუქმნა იმ ოკუპანტ ქვეყნის ერთ-ერთ ნაწილს ერთ-ერთ ოკუპანტ ქვეყანას რომელიც ცდილობდა ასევე გაეკეთება იგივე რევოლუციები ამ ქვეყნებში იმიტომ რომ ეს აღმოჩნდა უკვე უშვილო ვერ აკეთებს ყველაფერს იმიტომ რომ ამათ შიდა პრობლემებში ჩაეფრენ და შიდა ფულის შოვნები დაიწყეს ეხლა რაც შეეხება ლეგიტიმური ხელისუფლების საკითხს და გუგუშვილის საკითხს ორიოდე სიტყვით არ შეიძლება ამას არ გავუსვათ ბესარიონ გუგუშვილი იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი უპირველეს ყოვლისა მეორე 1994 წელს შეიკრიბა გროზნოში უზენაეს საბჭო 93-ში ხო 14-ში შეიკრიბა უზენაეს საბჭო სადაც იქნა ბესარიონ გუგუშვილი გადაყენებული და ასე შემდეგ მე იქნა არჩეული უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე ცალკე უზენაეს საბჭოს იყო მე ჩოლოყაშვილის მე იყო დავით გოგაძეს მე იყო ბადრიბ ხალაძეს მე ეხლა ამჟამად არის ბატონი ალექსანდრე ჟღენტი ხო და ასე ვთქვათ როგორ იცით ამ ხალხს ატყობენ მე შეიძლება აი ვთქვათ მომხრე ვარ ლეგიტიმური ხმარ იურიდიულად მე არავინ არა ვარ ხალბატონი კეთი არავის არ წარმოვადგენ იმიტომ რომ მე არ ვარ არც პარლამენტის წევრი უზენაეს საბჭოს წევრი არც მთავრობის წევრი არც ყოფილ ვარ და რომც ვიყავ წყალებში ყოფილიყავ მთავრი არავის არ წარმოვადგენ იმიტომ რომ არჩევნების საკითხს წყვიტავს კანონმდებელი ორგანო და არც პრემიერ-მინისტრი რომც იყოს წყალებში გუგუშვილი მაგრამ რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის საკითხს 1998 წელს საქართველოში აღსდგა კანონიერი ხელისუფლება რამე თუ ბატონმა ზაგარობიძენა დევნილობაში ატარებდა 98 წელს აქ თბილისში შეიკრიბა უზენაეს საბჭო და მან თქვა მე ჩამოვედი და აღვადგინე ჩემი მუშაობა
იქ მოხდა მე ცვლილებების შეტანა თქვა კონსტიტუციაში ასე თქვა და სხვადასხვა საკითხები სადაც ასევე იქნა დაყენებული საკითხი არჩეულიყო ასე თქვა დანიშნულიყო ბოდიში არჩეული დანიშნულიყო პრემიერ-მინისტრი იმ დროს ალბათ გახსოვთ თქვენ 2007-ში 97-ში 18-ში 19-ში 99 წელში საკმაოდ დიდი მიტინგები ტარდებოდა ხალბატონ მან არჩეულზე გამსახურდიას მეთაურობით ამიტომ უზენაესმა საბჭომ მაშინ ჩათვალა საჭიროდ რომ ქალი რომელიც იბრძოდა და იმ დროს როდესაც ეროვნულ მოძრაობა გარკვეულწილად იყო ცოტა მინელებული მან გარკვეულ სიმაღლეზე აიყვანა და გააქტიურა საპროტესტო სამშვიდობო საპროტესტო აქციები ასევე 500 კაცი იჯდა კოლხურკოში შიმშილობაზე სადაც მეც მონაწილეობდი და ბევრი ქართველი ასევე საპატიმროებში იყო მაშინ აქციები ესე კი არ დაუნიშნიათ ხალბატონი მან არჩვაძე გამსახურდია ზუსტად გამსახურდიის მეუღლეობის გამო მან ასევე ის მას ფეხი მოტეხეს რები არ გაუკეთეს და ეს ვიდეოებიც არის ამის და ყველაფერი ამიტომ უზენაესმა საბჭომ მაშინ ხალბატონი მანა დანიშნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დანიშნა როგორც ყველა კანონმდებელი ორგანო ნიშნავს და ხსნის მაგრამ კანონმდებელი ორგანოს მე ვერავინ ვერ შეცვლის და ვერ დანიშნავს მარტო მას ნიშნავს ხალხი და ხალხი ირჩევს ასე რომ უზენაეს საბჭოს თუ აპირებს ბესარიონ გუგუშვილი ბრჭყალებში მოსვლას ხელისუფლებაში თუ ივანაშვილიდან ერთად მოსვლას ვერ გავიგე მას უჭერს ხარს თუ კანონელ ხელისუფლებას ისე რიტორიკული შეკითხვაა მისთვის იმიტომ რომ ხო როგორც მე მომივიდა ინფორმაცია ივანაშვილს ხო თუ ივანაშვილს უჭერს ხარს მაშინ ასეთი მხარდამჭერები ძიძიგური ყავდა სააკაშვილის თავის დროზე ხო და კიდე სხვა ბჭყალებში ზვიადისტები რომლებიც მერე ისევე მოისროლეს როგორც სხვები და ასევე ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში მისივე თამაშს თამაშობენ და განაგრძობენ და ასე შემდეგ ასე რომ ეს თემა არის ასევე თქვათ არ არის გამორიცხული რომ იგივე ივანაშვილსაც ჭირდება ის ელექტორატი ის ხო ფიქრობს ასე ვთქვათ არჩევნებში მონაწილეობა სამსაუკლად ადმინისტრაციის და მას ჭირდება ელექტორატი მას მართლა სურს არჩევნებში მონაწილეობა თუ ეს რაღაც გარკვეულ თამაშია თუ რა თამაში მას არჩევნებით უნდა მოსვლა ხო აბა რითი მოვა ხალბატონო რა ქვია ამას ბომბას ხო არის მიშა სააკაშვილს მაშინ ისე კონცეფციის და რა შეჭირდება არა ერთსამი რა შეჭირდება ბომბის როლა როდესაც მისივე შექმნილია სპეცსამსახურები მის პირ დაფინანსება თავის პირით ამბობს ის მასკიანები გინდა ის სადამსჯელო ორგანიზაციები ჩემი შექმნილია აი დაუშვათ თამაში არ არის აი დაუშვათ არ არის თუმცა მე ეგივე განვაცხადე ობიექტივის ეთერში როდესაც რობერტ სტურუამ გააკეთა სომხებზე რაღაც განცხადება მაშინ მე იქ ეთერის გარემ ვთქვი რომ ეს არის პროვოკაცია რამე თუ უკვე დაიწყო მიშა სააკაშვილის ჩანაცვლების პროცესი და მაშინ მითხრეს ვინო მე არ ვიცი მე უთხარ მაშინ არ ჩანდა ივანიშვილი მე არ ვიცი ვინ მაგრამ რობერტ სტურუ არის ჩვენ ამ თემაზე ვქონდა წინათ საუბარი შინაატე ხალბატონმა ბატონმა ზაქარია მაშინ უწოდა შიდა დედამთილში ატეხილი აურზაური ხო ზაშა ატეხილი და დიახაც იგივე ახლა ჩანაცვლების პროცესი დაიწყო და რო დაიწყო წინ იყო ეგრეთ წოდებული დისიდენტი ინტელიგენტი რომელიც ებწოდა მიშას ესეც საჭიროა რა თქმა უნდა ხო მერე იმის დროის მერე ამიტომ ის რომ უკვე ივანიშვილმა იფიქრობს რომ ელექტორატი დასჭირდეს და მოიზიდოს და რა თქმა უნდა არჩევნებით აბა თავისივე შექმნეს თვითონ ხო არ დაუწყებს როლას ხალხო მან შექმნა ეს ყველა სტრუქტურა თვითონ ამბობ მე ხო არ მითქე მე დავაფინანსეო თავიდან ბოლომდე და თუ შენ დააფინანსება მაცხონებულო და თუ შენ გართმევენ ასე ვთქვათ ბჭყალებში მოქალაქეობას ესე ჩვენი ბრალია შენი შექმნილია ჩვენ შექმნილი ხო არ არის თუ შექმენი მონსტრი შენ შექმენი ეს მონსტრი და შენ ხარ დამნაშავე და საქართველოში სხვათა შორის შევარ ნაციზმა დათესა უმსგავსო მაგალითი რა ის რომ არავინ არ ისჯება შენ თუ დათესე ეს პასუხი არ უნდა გო
მან არ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ მან რაც შექმნა ის მონსტრი, რაც ამდენი წელი ქართველ ერს ტანჯავს, რაც ჩვენ მივიღეთ ის უბედურება და თვითონაც იძახის დღეს, რომ მიშა ესეთი ცუდია. თუ ცუდია, შენ ხო ხარ მონაწილე, კაცო. მერე კიდევ ერთი, სადაც არსად არ გაჟღერდა და აუცილებელია მე ეს გავაჟღერო აქ. ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2006 წელს ის ესწრებოდა, როდესაც ბოკერია აპირებდა პროვოკაციული ომის დაწყებას. ეს ქალბატონო ქეთევან, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და პლუს სამშობლოს ღალატი და პროვოკაციული ომში ჩართვა. მე გეკითხები, რატო არ დაინტერესდა რომელიმე ორგანო და არ დაკითხა ან ერთი ან მეორე, ან თუნდაც ფაგძე საქმე არ აგზრა. არც ერთ და ჟურნალისტმა არ დასვა ბჭყალებში ჟურნალისტმა შეკითხვა, რომ ასეთი რაღაცა კაცმა ინფორმაცია მოგცა და იმას კითხულობენ ფული სად იშოვა, რა იშოვა. მაგრამ რაში მაინტერესებს, ვინ სად რა იშოვა? რა, იმან ბენდუკიძემ სად იშოვა ფული? ან იმან რა ქვია, ზალასანებმა ფული სად იშოვეს? ან სხვებმა დაგვავის და ან ეგრეთ წოდებული საუკმას ადმინისტრაციის რა ქვია მაგას საგარეო საქმეთა მინისტრის სადავრი მოქალაქეა. რუსეთის მოქალაქე არ არის? რა თქმა უნდა. ეს არის როგორ იცით? ეს ხო, ეს არის შავი პიარი მოსახლეობას პირიქით განაწყობს ივანიშვილის მხარეს. ხო, რაც ხდება? იმიტომ გითხარით მე ეს იყო საპრეზიდენტო საათი, კაცი დევნილი ბჭყალებში გამოდის, საათ ნახევარი საუბრობს, პასუხებს ემს ყველა შეკითხვას და ყველა პასუხს და იქიდან ვერ გავიგეთ. თან შეგნებულად შეირჩა კიდე ჟურნალისტთა ის კორპუსი, დეპორტაციის კანდიდატია, და ის სამდენი ხანი ტელევიზორში. და თან შეგნებულად შეირჩა ჟურნალისტთა ის კორპუსი, რომელთაც თვითონ ალბათ კითხვის დასმის უნარი არ ქონდათ. არ შეეძლოთ ალბათ კითხვის დასმა. და ამ დროს მე მინდა ქალბატონო ქეთინო, მინდა აღვნიშნო და ამ დროს საქართველოში ყოფი საქართველოს კანონიერი ხელისუფლებას 2 წამს არ დაუთმობს ტელევიზია. კი. 2 წამს დღესაც. ხო, 2 წამს განცხადების უფლებასაც კი. რა რომ განცხადება გაკეთდეს ამის უფლებასაც და ტაბუდადებული თემა, ხო, იმ წუთას ტაბუდადებულია ლეგიტიმაციის თემა და როცა მათ სურთ ეს ამას თავისებურად ათამაშებენ. ასე რომ მე მინდა ძალიან პატარა დასმა გავაკეთო. ჩემთვის მაგალითად მე არ მივაკუთვნები იმ ნაწილს, ვისაც უნდა რომ ივანაშვილის წინააღმდეგ მებრძოლ ჯგუფში ჩამრთოს, არც ერთ შემთხვევაში. პირველ რიგში ისევ მოვდივარ ბატონია ზაქარიას კონცეფციიდან. ტერიტორიულ მთლიანობაზე ის არაფერს არ ლაპარაკობს. ესე იგი თუ ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი არ აღსდგება, რო დავანებოთ ყველაფერს, რო დავანებოთ თავი ყველაფერს. ხო, და თუნდაც მართლა ყველაფერი ისე ხდება, მართლა გულით მოდის ეს კაცი ყველაფერი, თუ ტერიტორიული მთლიანობა არ აღსდება, საქართველოს ძლიერება არ იქნება და მილიარდები კონდეთ თუ 7 მილიარდები და 1000 მილიარდები, ამას არანაირი ფუნქცია არ ექნება, იმიტომ რომ მისი ეკონომიური განვითარება პირდაპირ რო დავანებოთ პოლიტიკურს პირდაპირ დაკავშირებულია მის ტერიტორიულ მთლიანობასთან და როდესაც ორი რეგიონი შენ როგორც სიმსივნე გყავს, არ შეიძლება ორგანიზმა ნორმალურად იფუნქციონიროს. და ივანიშვილი ვერ გადაწყვეტს ამ პრობლემას ძანაც რომ უნდოდეს სანამ არ აღდგება ლეგიტიმური ხელისუფლება, იმიტომ რომ იმ ტერიტორიას ვერავინ ვერ დააბრუნებს და იურიდიულ ველში ვერ შემოიყვანს. თუ დანარჩენ საქართველოში ისაპირებ ჭყალებში აყვაულ ქვეყნის და იქ ასევე რამიდის იცი, ასე ვთქვათ, აი ჩვენ უნდა ვაჩვენოთ აფხაზებს და ოსებს, რომ დანარჩენი საქართველო კარგად არის და მე მოუნდებათ მათ ჩვენთან ყოფნის სურვილი. ვინ ეკითხება აფხაზებს და ვინ ეკითხება ჭყალებში სამხრეთ ოსეთის სამაჩაბლოს მოსახლეობას, მათ რა სურთ? ჩვენ გვეკითხებია? აბა ეხლა მაგათ ვინ შეეკითხება, ჩემო კარგებო? ეს ღაბრები წაუკითხონ იმ ხალხმა, ეს არის როგორ იცი სოროსული სიზმრები და სოროსული იდეოლოგია. ვითომ როგორ იცი ზოგიერთი მოგულნება აფხაზთან მოყვარეებად და ოსების არც ერთია აფხაზის მოყვარე და არც მეორეა ოსის მოყვარე.
ესა ბატონო ზაქარია შეიძლება ამ თემაზე კი ბატონო და მე კითხვას დაგისვამთ და მალე უნდა დავამთავროთ ჩვენ თორე ძალიან გაგრძელდა ეს გადაცემა საქმე რაში ეს გავაკეთება ზუსტად ის პასკვილი თუ არ ვიცი რა დაარქვეს იმას რაც ივანიშვილმა დაიწყო თავისი პოლიტიკით დაიწყო თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა ასე ვთქვათ და გამოაშკარავება ამ დღევანდელი ეგრეთ წოდებული ნაციონალური ხელისუფლების საქმე რა შეიცით ზუსტად მაგაზე უფრო სერიოზული ის პასკვილი არა აი ზუსტად ეს ხრანეტარება მაგაზე სერიოზული მხილება დღევანდელი ხელისუფლების არც ერთი არავინ რომელიც დაიდო დაახლოებით 4 თვით ადრე მთელ ინტერნეტ სივრცეში და დაიწყო ამაზე დებატები და მთელი განსჯა შაბასი ინტერნეტ სივრცეში ძალიან კარგად კითხულობს მერაბიშვილი სააკაშვილის კანტორას ბესარიონმა გითხრა რომ სიტყვა სიტყვითაოსო გადაწერილია ხო და მე გეტყვით ერთ რამეს რატო მაშინ არ ჩავარდა პანიკაში დაუშვათ სააკაშვილის მთავრობა აი ზუსტად მაშინ რომ ჩავარდა პანიკაში რომ ხალხი ასე ფიქრობს ხალხიდან იშვა ეს აზრი რომელიც თან სხვათა შორის იშვა იმ ადამიანის გონებაში იშვა რომელიც ხელს აწერს გამიგე რომელიც გახლავართ მე რომელსაც არ მივიღე სხვათა შორის მონაწილეობა არ ზუსტად გამსახურდიას დროინდელ მთავრობაში არც აღმასრულებელში არც საკანონმდებლოში არ მიმიღია კი ბატონო მაშინ ეფექტად გნიშნავდნენ თქვენ და კი ბატონო მქონდა მაშინ შემოთავაზა ამაზე ლაპარაკი არ გვინდა მე გეტყვით არ მივიღე არანაირი მონაწილეობა არც შევარდნაძის არც ერთ პერიოდის პრეზიდენტობის დროს არც სააკაშვილის მთავრობაში და ამისთანა თავის საქმეში წარმატებული ადამიანია ამისთანა ადამიანი წერს ამას და უყურეთ რა ხდება მე რატომღაც დამრჩა ესეთი შთაბეჭდილება სხვათა შორის შემდგომ ნეტარებებს რომ განვიხილავთ იქ ძალიან კარგად ჩანს ბიძინა ივანაშვილამდე ოპოზიცია ვინც ირქმებდა თავის თავზე მათი მხილება პირდაპირ კი ჩვენ მაშინ ვკითხავთ ხო ეხლა შეხედეთ რაშია საქმე უყურე ხალხი მიხვედრილა თურმე რაშიც არის საქმე რომ მე ოპოზიცია არ მყავს იქნებ ეს კიდევაც ეს აქვს საკითხული საფრანგეთში და სტრასბურგში ვიღაცებს რომ საფრანგეთიდან მოფრინავს სარკოზი და ძალიან გაბრაზებული მიფრინავს 18-ში ჩემი ერთ-ერთი შეკითხვა მაგაში მდგომარეობა გაბრაზებული მიფრინავს 18-ში და მიშას ეუბნება მე კი წავიკითხავ გარეთ თავისუფლების მოედანზე ისეთ სიტუაციას რომ არ დაგიძაბოს სიტუაცია მაგრამ აბას ასრაბოთ ოპოზიცია შეიქმნა თანდათან ისე წადი რომ აქ არ მოხდეს ჯანყი გურიაში. თან თქვენი მოთხოვნა პარტიების გაუკვეთ პარტია და ივანაშვილი ამბობს სამი პარტია დარჩებაო. მე პირდაპირ მივმართე, გამიგე პარტიებს, თქვენ ხართ მომსწრე ამისი, რომ მივმართე პარტიებს. თქვენი კონცეფცია აპრილში შეიქმნა. ეხლა შეხედეთ რაშია საქმე სასწრაფოდ ვინ უნდა მოიყვანონ. ყველა ოკურაშვილიდან დაწყებული, დამთავრებული ინგა გრიგოლიათი, სულ ყველა აბსოლუტურად ყველა ჩანს რომ ვინც არის და რასაც წარმოადგენს. რომ ეს არის სააკაშვილის წინდების მრეცხავი პარტიები. და აქედან გამომდინარე სააკაშვილმა დაიბარა სააკაშვილი ალბათ სხვა შორის ძალიან ხშირად იბარებდა ხოლმე სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს და ისიც კი ვიცით კულუარებიდან საქართველოსდან ისიც კი ვიცით საქართველოში ისიც კი ვიცით კულუარებში რომ სხვა შორის სააკაშვილმა 2008 წლის ომის შემდგომ კარგი ალიყურიც აჭამა ბიძინა ივანიშვილს მაცალეთ ეს ვერსია არაფერი ვერსია არ არის გასწორი გაბრაზებული დაჭდა თავის ვერტარდას და გაიქცა მე გამიგე და მე ისე მოგვევლინა რას ლაპარაკობ მილიარდი მოთხოვა პირდაპირ და სხვა შორის მაგაში მე მოგვევლინა თუ მოავლინეს დაუდეს პირდაპირ მე ესე შტაბეჭდილება მრჩება რომ ეს კონცერტ შეიძლება ეს ჩემგან გაცხადებული ეს ჩემი ძალიან მაღალი საკუთარ თავზე მაღალ წარმოდგენად ჩამითვალოს ვინმე მაგრამ მე ფაქტია რასაც უყურებ იმ პასკვილსაც და ამ ცხანეტარებასაც ფაქტია რომ დაუდეს მას წინ და უთხრეს აი ეს კარგად შეისწავლე აი ამ თემებით გამოხვალ შენ და გამლანძღავ ძალიან კარგად
და სხვათა შორის ხო გეუბნებით ვინც მართლა ებრძვის ოკუპაციურ რეჟიმს, სააკაშვილის რეჟიმს, შევარდნაძის რეჟიმს, მათ არანაირი საათი არ ეთმობათ იქ, გამიგეთ? არათუ ჟურნალისტები მიურეკონ იქა. ჟურნალისტები სრულიად სიტყვის მნიშვნელობით მიურეკეს როგორც ფარა და თან რომელი ეშელონი ისი ჟურნალისტების. ეს ჟურნალისტები არ არიან, რომელიც მაღალი ეშელონები არიან. ესენი არიან მეორე ხარისხოვანი მდარე, გაუნათლებელი ჟურნალისტები, რომ მათ ჩაესვარათ სრულიად სიტყვის მნიშვნელობით ბიძინა ივანიშვილის მჭერმეტყველობის წინაშე, გამიგე და მისი ღრმად პოლიტიკური განათლების წინაშე, იმიტომ რომ ფაქტია ყველა მიწის ბიძინა ივანიშვილის არანაირი წარმოდგენა არ აქვს პოლიტიკაზე. მისი პოლიტიკა გადის მხოლოდ 100 მილიონს თუ მოიგებს, მაშინ ის ხმას მიცემს ვინმეს, აი როგორც თვითონ აღიარა ლებეც მე ვაფინანსებდი, სოროსი ვინ უპატრონოა, საიდან მოეტრაო, როდესაც მე ვიხდიდი ხელფასებს აი ამ სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლისთვისო. ეხლა კაცი იძახის თვითონ ფულს მე ვიხდიდიო, თქვენ ტყუილა გონიათ რომ სოროსი იხდიდაო, მე ვიხდიდი ამის ფულსო და ეს კიდე ვეძებდით დამნაშავეს, აგერ ყოფილა თვითონ გამოგვეცხადა დამნაშავე. კარგით, მოდით შევაჯამოთ. ბიძინა ივანაშვილი თქვენი აზრით მოვა თუ არა ხელისუფლებაში? მოვა. ანუ მოიყვანენ ხელისუფლებაში? ხელისუფლებაში, რასაც ესენი ხალხი მოიყვანს ეს მხარდამჭერი ხალხი. ალბათონო ქეთევა, რასაც ესენი ხელისუფლებას არქმევენ? დიახ. ანუ მე ვიძახი ახლა არჩევნებში. გეტყვით, სავაჭრო დუქნის ნოქრად დღეს რომ სააკაშვილი ყავს, ეს არის დიდი სავაჭრო დუქნის ნოქარი. გამიგეთ? რომელიც ვისაც რამდენი გინდათ, იმდენი იყიდეთ ამდენი, ოღონდ არ იყოს ქართველი ვინმე მყიდველი. როდესაც პრეზიდენტი გამოდის და იძახის, ვიციო, ვისაც აქვს 2-3 მილიონი დოლარი თავი ბანკებშიო, მოვიდნენ და ააშენონ აქ სახლებიო, გამიგე? თორე ოხრად დარჩეო, ვინ ეკითხება პრეზიდენტს, მე სადავაშენებ ჩემი 3 მილიონით. ხვდებით რას გეუბნებით? ანუ ის არის ნოქარი, ის არის გასტრონომის დირექტორი. ამ გასტრონომის დირექტორად ხვალე ივანიშვილს დანიშნავენ, თუ პავლიაშვილს დანიშნავენ, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ხელისუფლებაში, რასაც ესენი ხელისუფლებას არქმევენ, აი ამ გასტრონომის დირექტორად აუცილებლად მოგვევლინება. მე ბატონ ბესარიონს დავეთანხმები ერთ პასუხში, რომ აქ ბიძინა ივანაშვილს საერთოდ არ ულაპარაკია ტერიტორიების დაბრუნებაზე და კერპული ტერიტორიების დაბრუნებაზე, რაც ძალიან სამწუხაროა. არც ილაპარაკებდა. ან გამორჩა, ან შეგნებულად არ თქვა, მაგრამ ეცეთ მე აგერ კიდევ პრესპრემიერიდან მინდა მოვიშველიო, ერთ პატარა ამონარით წავეკითხავ. ივანაშვილის სიმდიდრე კი ჩვენ არ გვარგია, მას შევარდნაძის ხელისუფლების მსგავსად სააკაშვილის ხელისუფლებაც ბლოკავს. ეს 2005 წელს არის დაწერილი, როგორც წეგან აღნიშნე. როგორც ამბობენ, ბანკი ქართვის გაკოტრების გამო შევარდნაძე ივანაშვილს დაკავშირებია და მისი თხოვნით ამ უკანასკნელს ქართულ რაღა ვიღაც უცხოელმა იყიდოსო უთხოვია პრეზიდენტ შევარდნაძეს. სულ რაღაც $500,000 შეუძენია. ამის საფუძველზე ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანია მეცხრე არხი თბილისში შექმნილა, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველივე დღეებში მოულოდნელად დაიხურა. ივანაშვილის ფონდს თბილისში კი საქართველოს დღევანდელი განათლების მინისტრის, მაშინ ეს იყო განათლების მინისტრი კახა ლომაიეს ძმა დაპატრონებია და განკარგავს. ხოლო თბილისის ალეიაზე სოლოლაკის ზემოთ უზარმაზარი ფეშენებელური კომპლექსის ბატონი ბიძინას საკუთრება დღეს რომ ასეთი პოპულარულია მშენებლობა დაკონსერვდა. კიდევ საუბრობ 2005 წელს არის დაწერილი. და არა მარტო დაკონსერვდა, როგორც ამბობენ, მშენებარე კომპლექსი ძირფესვიანად გაძარცვულა. და თუ ეს ინფორმაციები მართალია, საინტერესოა ვის აძლევდა ხელს ამ ხელა ქველმოქმედისა და მეცენატის, რომელმაც ქართულ კულტურასა და ხელოვნებას, თეატრებს, გაჭირვებულ ადამიანებს და ასე შემდეგ ხელი მოუმართა თავიდან მოცილება. ესე იგი ბანკი ქართულზე საბეჭდილება რჩება, რომ თქვენ ეს არ ვიცი 2005 წელს გასაგებია, მაგრამ 6 წლით ადრე გიწინასწარმეტყველებიათ ეს ყველა. მე ჟურნალისტი გამომძიებელი ვარ და ვფიქრობ, რომ
ზუსტად ლევანდელი დღე არის ნაცინასწარმეტყველები ბატონობას არის 6 წლის. ალბათ ამიტომაც მოხდა ბანკი ქართულზე მომენტალურად დარტყმა. როგორც კი დღეს სიტუაციები აი ასე. დარტყმა არაფერი დარტყმა არ მოხდა რა ბანკი ფუნქციონირებს მუშაობს. არა. პირველი ანუ ეს მილიონები. მე ვერ აღმოჩნდები ლეილა კაკულია ასე ვთქვათ საოკუპაციო ადმინისტრაციის ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველი ერთი ფაქტია რომ სურთ ხა რა მოხდება ეგ არავინ არ იცის იმიტომ რომ შეიძლება გეგმა ერთი იყოს მაგრამ უცებ ეს გეგმა შეიცვალოს იმიტომ რომ სოფლიოში რა სიტუაცია დადგება და რა პროცესი წავა ამაზე არის ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამაზე არის ყველაფერი დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ამ სამყაროს ნაწილი და თუ სადმე რაღაც პროცესები მიდის, უნდა არ უნდა ის ხდება. საქართველოსთვის ცალკე წამალს არ წერენ. ხო, თუ რევოლუციების ის რო იყო ბომი, დაიწყოს რევოლუციები. ეხლა იგივე რევოლუციების შიშით რაც ხდებოდა, ხო? აქ რო ხშირად გაიშვნა Facebook-ის მეტოების შემთხვევით კი არ ხო ბატონო ზაქარიამ. ზუსტად Facebook-ზე განთავსდა ეს ყველაფერი და აი Facebook-ის შიშით უკვე თვითონვე იღებენ წინასწარ ჩვენ ყოველთვის მე პირადად არასდროს კონკრეტულ პიროვნებას ნაკლებად ვასახელებ. ჩვენ ყოველთვის საუბრობთ მექანიზმზე. დანარჩენი იმიტომ რომ ადამიანებს თვითონ უნდა დაუტოვოთ სათქმელი, თვითონ უნდა თქვან ეს კარგია თუ ცუდია თუ ეს კაის მოგვიტანს თუ ცუდს მოგვიტანს. დანარჩენი ეხლა სიტყვაზე ბესარიონ გუგუშვილი ვის გააცოცხლებს, ვის გამოაცოცხლებს, ვინ სად იყო, აქ როგორ იცი ერთი უკანონობა, მეორე უკანონობით როგორ შეიცვლება, ეს რამდენ წელს გასტანს, ის რას მოგვიტანს. ეს ამას დიდი მნიშვნელობა კი არ აქვს. სხვათა შორის მე მინდა ერთ-ერთ გადაცემაში თქვენ მოგიტანოთ აკაკი წერეთლის მომაკვდავის ჩვენება. იქ არის საკმაოდ ძალიან მოკლედ ვიტყვი, მაშინ მე იქ არის აკაკის სიკვდილის წინ ეცხადება ანგელოზი და ანგელოზს მიყავს ის ამ ქვეყნიდან და იმ წუთას ჩდება ეშმაკი იქ და ეუბნება ანგელოზი შენ აქ რა გინდაო ეს აკაკი ამას როგორ ღარასა არავის ახსენებს ღვთის განჩინებას რომ სანამ ადამიანის სხეულში სულია და ის ცოცხალია ეს ხორცი მანამ მას უფლება აქვს მასზე მისვლის და გამოსვლის ისე უნდა მე შენ რა საქმე გაქვს აკაკი როგორ გაგიკარებსო აბა მოდი იქნებ კითხავ და კაცო შენ გეკითხებაო კაცო და აკაკი კიდე ეუბნება კი ბატონო იქ ახლა ძალიან მოკლედ ვამბობ რა იქ აღწერენ თქვა აკაკი ის ანგელოზი რა მდგომარეობაში ვარდება დიახ მოკლედ თორე ის არის ხო ამიტომ ის ეუბნება სამსურვილს შეგისრულებო ეშმაკი ეუბნება მაშინო მოდიო და შენთანო დავდებო რა აკაკი ეუბნება მაშინ მიდიო თქვიო დროზეო რა სამი სურვილიო პირველი სურვილია არისო რომ მთელი ქართველი ერიო ისე გახადეო რომ ის ეკონომიურადო იყოსო უზრუნველყოფილიო კი ბატონო ეს რა პრობლემაა და ჩაწერს იმ წუთას სამსურვილს უსრულებს ნუ გავიწყდება აბა მეორე სურვილიო ისე ქენიო რომ მთელი ქართველი ერიო ზურგი აქციოსო მამონასო და ქრისტესკენ გაიხედოსო და ქრისტეს ნაყვანიმცემელი გახდესო ჭეშმარიტიო რაო შერა გინდაო ერთი სულიო 2/3-ზე გავცვალო და როგორც ყოველთვისო ეშმაკმაო თავისი სიტყვა დაივიწყაო და გაქრაო და შემოსძახაო კიდევ ერთხელ მომატყუაო ამ იმერელმაო გამიგეთ ახლა უკვე მე რა გითხრა ეკონომიკურ პრობლემას შეიძლება ის ოკუპანტი ქვეყნებმა გადაწყვეტონ რომ ეს ეკონომიკური პრობლემა ჩვენ მაგასაც ხპირდებია რომ სინგაპური უნდა ვიყო და ეკონომიკური პრობლემა უნდა პრობლემა მოგიხსნან მაგრამ აბა მერე ასევე იქ ძალიან ბევრი თემებია რაც მე სხვა დროს რელიგიის თემაზე გავაჟღერებ ჩვენ უბრალოდ მე ერთადერთ დასკვნას გავაკეთებ რომ ის კონცეფცია რაც ბატონმა ზაქარიამ ჩვენ მოგცა და ჩვენ ამ თემაზე ვტრიალებ და მე მინდა სულ ამ თემის რიგული ვიტრიალოთ უკვე თავის გასაკეთებელს აკეთებს და მე მინდა მათ შევახსენო ბატონ ზაქარიას და იმ ხალხს ვინც ამ თემაზე მსჯელობს მათ კი ასწავლეს ბევრი რაღაცა მაგრამ ხეზეს აძრობა კი არ ასწავლეს ყველაფერი ასწავლეს და ყველაფერია მაგრამ აქ არ არის დაწერილი როგორ უნდა აძრე ხეზე
ბატონო ზაქარია, ჩვენ უკვე საკმაოდ ხანგრძლივი გადაცემა გამოგვივიდა. მე როგორც ხედავ, მოდიშით ერთი წუთი დავტოვებთ ეთერიდან დავალ და ცოტა ხნით დაგემშვიდობებით და კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ეს გახდა ჩვენი სტუმარი გახლდათ ერთ-ერთი სტუმარი ბატონი ბესარიონ მიქავა, მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოს იბერიულ კავკასიური ორგანიზაციის თავმჯდომარე. ჩვენ ვემშვიდობებით ბატონ ბესარიონს, შეგიძლიათ მას დაუკავშირდეთ Facebook-ზე ბესარიონ მიქავა, ძალიან ადვილი მისამართია და მის ნაზრევიდან, მის საუბრიდან გამომდინარე თუ ვინმეს რამე შენიშვნები გაქვთ, ან აზრი გაქვთ, ან იდეა გაქვთ, ან ასე შემდეგ, ან სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ მასთან ერთად დებატებში მონაწილეობა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მას ან Skype-ით ქეთი სესიაშვილი, ან Facebook-ზე ქეთი სესიაშვილი ზაქარია როჭიკაშვილი 571-11-51-51 577-40-83-82 ეს არის ჩვენი საკონტაქტო საშუალებები. გემშვიდობებით, მომავალ იმედი არის, რომ შემდეგ გადაცემაში შევხვდებით ერთმანეთს ბატონო ბესარიონ და ბატონ ზაქარიასთან ვრჩები პირისპირ. ბატონო ზაქარია, საკმაოდ ხანგრძლივი გადაცემა გამოგვივიდა და თუ შეიძლება ორადორი შეკითხვა ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ეს თემა როგორც ჩანს შემდეგ გადაცემაში აუცილებლად კიდევ გაგრძელდება, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, აი ამ უბრალოდ საქართველოს ძლიერება ტერიტორიულ მთლიანობაშია, ეს თემა საკმაოდ მოცულობადია და ჩვენ ამას ასე ერთბაშად ვერ დავასრულებთ. რადგან როგორც ხედავთ და გაირკვა რომ იგივე ახალი პრეზიდენტობის, საქართველოს პრეზიდენტობის ახალი მსურველი და პრეტენდენტი ბატონი ბიძინა ივანაშვილი არ საუბრობს თავის პროგრამაში საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე, რაც ძალიან სამწუხაროა. ასე რომ ჩვენ შემდეგ გადაცემაში გვექნება საქართველოს საზღვრების თემაზე საუბარი და რაც კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ბატონო ზაქარია, ისევ დავუბრუნდები ბატონ ბიძინა ივანაშვილს, იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი ბიძინა ივანაშვილი მე რაღაც ინფორმაციებში ამოვიკითხე, აცხადებს, რომ მას არათუ პრეზიდენტობა, ერთ-ერთი ინფორმაცია ასეთია, არათუ პრეზიდენტობა, არამედ პარლამენტის თავმჯდომარეობა სურს. რა გამოდის, მაშინ ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი თუ ეს ინფორმაცია მართალია? და მეორეც შევარდნაძე ამბობს, რომ თუ ბიძინა ივანაშვილი პრეზიდენტად არ მოვა, სამოქალაქო ომი გარტაუვალია. ეს წინასწარმეტყველება შევარდნაძის მხრიდან საქართველოს მომავალზე, თუ მისი ხელდასმით ხდება მოქმედება. არ ვიცი, ქალბატონო კეთებად, მოვლენები შეიძლება მრავალნაირად წარიმართოს და როდესაც უშუალოდ უკვე იქნება ხელისუფლების ცვლაზე ან ხელისუფლების არცვლაზე ლაპარაკი, ზუსტად იმ მომენტში განვითარდეს მოვლენები ძალიან ელვისებურად სხვადასხვა რამდენიმე მიმართულებით. მე გეტყვით იმას, რომ იმასაც კი არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს მოგვევლინოს სააკაშვილი ისეთნაირად, რომ იცით რა, თურმე გარემოცვა ყავდა ისეთი, რომელიც მას ატყუებდნენ, იმიტომ რომ დღეს სხვა ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმის თემაზე, რომ თითქოს სააკაშვილმა ბევრი რამ არ იცის. ის იზოლაციაში ყავთ თითქოს არა და თითქოს ძალიან კარგი კაცია, ეს რომ იცოდეს სააკაშვილმა ეს არ მოხდებოდა. დაიწყეს ამაზე საუბარი. არ გამოვრიცხავ იმ ფაქტსაც, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაანთავისუფლოს სააკაშვილი აი ამ ძალიან ცუდი გარემოცვისგან, გამიგე და ზუსტად აი ეს ხო თითქოს წარმოუდგენელია. აი ამასაც, იმიტომ რომ საქართველოს ხომ პარადოქსების ქვეყანაა, ქალბატონო კეთებად. საქართველოში ხდება მარტო ის, რასაც მთელი მსოფლიო პირს აღებს, ეს როგორ შეიძლება და მოხდარიყო ნორმალურ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მე ნაადრევად მიმაჩნია იმის თქმა, ბიძინა ივანიშვილი იქნება მაღაზიის დირექტორი, თუ
უბრალოდ სექციონერი რომელიმე სექციის სექციონერი ამ მაღაზიაში თუ საერთოდ ექსპედიტორი დაუშვათ საქონლის მიმტან-მომტანი. ფაქტია რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რაც არის ეს არის სავაჭრო ობიექტის ხელმძღვანელობა და ვინც აპირებს მოსვლას ის ფაქტიურად სოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი პირველი ვაჭარია. რომელმაც ამ თავისი ვაჭრობით და ბიზნესმენური სვლებით დააგროვა ძალიან მოკლე დროში ამხელა დიდი თანხა. იმასაც გეტყვით საერთოდ სოფლიოში გავრცელებული არის მოსახლეობაში და ნორმალურად მოფიქრალი ყველა ეკონომისტი გვეტყვის იმას რომ დღევანდელ სოფლიოში კი არა საერთოდ ამხელა დიდი ფულის ესეთი მოკლე დროში კეთილსინდისიერი გზით დაგროვება შეუძლებელია. როთშილდსაც რომ კითხეს თუ როგორ დააგროვა მან ამხელა დიდი თანხა ძალიან ღარიბი იყო ის როთშილდი გვარის დამაარსებელი უკაცრავად აი პატარა თემას ანეკდოტით დავასრულებ ამას ანეკდოტი არ არის ეს ნამდვილი ამბავი როთშილდს კითხეს შენ რანაირად დააგროვე ამხელა ფულიო და როთშილდმა თქვა იცით რომ მე პატარა ბავშვი რო ვიყავი გზის მეორე მხარეს ვაშლი იყიდებოდა 3 შილინგად და აქეთკენ 2 შილინგათო დედა ჩემო მომცა 2 შილინგი რო ვაშლი იყიდეო და მე რო ვიყიდე ეს ვაშლი გავიგე რომ იქეთკენ 3 შილინგი ყის და გადავირბინე და იქ გავყიდე 3 შილინგათო მოვიგე 1 შილინგიო მე მოვედი კიდე ვიყიდე 1 ვაშლი მე ფული როდის იშოვეო აი ესე მუშაობდიო მთელი წლებიო მე სულ ბოლოს 1 წლის მე რამდენი ქონდაო ფულიო და რამდენი და 14 ფუნტი დამიგროვდაო ესო მე რამდენი ხანი ვიშრომე 15 წელიწადი ესე ვაშლს ყიდდიო და ბოლოსო მამა ჩემსო ერთი ყაჩაღი ბიძა ყავდაო გიგეთ რომელიც ამერიკაში გაიქცა და დიდი სიმდიდრის საძებნელადო ეს ბიძა გარდაიცვალა ამასობაში და დამიტოვა 12 მილიონი დოლარიო აი ესე გახდა როთშილდი გამიგე ასე რომ ან ვიღაცამ უნდა დაგიტოვოს ამხელა ფული ესეთ მოკლე დროში ვერ გამდიდდები ან რაღაც ძალიან ცუდი სისხლიანი საქმე გაკეთებ ეს უბრალოდ ჩემი წარმოდგენა. დიდი მადლობა ბატონო ზაქარია. სანამ დავემშვიდობებოდეთ ჩვენს ინტერნეტ ტელემაყურებლებს, მე კიდევ ერთხელ ამოვიკითხავ ძალიან მოკლე მონაკვეთს, ანუ წყარეთს, აი 2002 წლის 10 ოქტომბერს დაწერილ სტატიაში ბიძინა ივანაშვილი საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. დავუშვათ ჩვენი ინფორმატორი მართალია აღმოჩნდა და მოვლენები ისე განვითარდა როგორც ის იტყობინება. საქართველოს ბიძინა ივანიშვილის გაპრეზიდენტება რას მოუტანს? ალბათ პირველ რიგში ედუარდ შევარდნაძე მიიღებს ხელშეუხებლობის გარანტიას. მეორე წარსულს ჩაბარდება რუსეთ-საქართველოს შორის ხელოვნურად გაღვივებული დაპირისპირება. მესამე ამერიკის შეერთებული შტატები ამიერკავკასიაში დაიტოვებს თავისთვის საჭირო ინტერესებს. მეოთხე ქართველ ხალხს ეყოლება თავმდაბალი ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტი. მე აქ ბატონ ბესარიონის ნათქვამს გავაძლიერებ და ბატონი ზაქარიას კონცეფციიდან პირველ ნეტარება საქართველოს ძლიერება ტერიტორიულ მთლიანობაშია. აქ მსგავსი საკითხი არ არის ნათქვამი. ჩვენ და სამწუხაროდ არ არის ნათქვამი. ღმერთმა ქნას თუ ვინმეს უნდა საქართველოს სიკეთე, ალბათ ტერიტორიული მთლიანობის თაობაზე უნდა იფიქროს საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე. მე პირადად როგორც ჟურნალისტ გამომძიებელს უამრავი კითხვა მაქვს საქართველოს მომავალ პრეზიდენტთან თუ საქართველოს მომავალ პარლამენტის თავმჯდომარესთან თუ ბოლოს და ბოლოს ბიძინა ივანაშვილთან, რომელიც დღეს ასე არის გაპიარებული. თუ კი ბატონი ბიძინა ჩვენ საუბარს დღევანდელ დებატებს მოусმენს და იხილავს საიტზე, რომელიც დაიდება MyVideoG-ზე, ასევე YouTube-ზე და თვალიჯიზე, ჩვენ Facebook-ზე დავდებთ ამ ლინკს, თუ კი ინებებს და ან პირდაპირი ჩართვით ან თუ კი მომიწევს ქეთი სესიაშვილი არის ჩემი Facebook-ის მისამართი, მე დიდი სიამოვნებით დავუსვამდი ბატონ ბიძინას ამ შეკითხვებს, ისე რომ როგორც ჟურნალისტ ჩემი ეთიკური ნორმებიდან, ჟურნალისტის ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, ცალკარში არ მომიწიოს თამაში. მე დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია, მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი ჩვენი სტუმრები გახდნენ
კონცეფციის ავტორი, უბრალოდ ხო 9 ნეტარ ქართველ მამულიშვილთა 9 ნეტარების აი ამ კონცეფციის ავტორი, ექიმი ენდოსკოპისტი, ონკოლოგი დავით ტატიშვილის ცენტრის ენდოსკოპიის განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი, ასევე ჩვენი სტუმარი გახლდათ, მე უკვე გითხარით ის მან დატოვა ეთერი, ბატონი ბესარიონ მიქავა, პოლიტიკური გაერთიანება მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოს იბერიულ-კავკასიური მოძრაობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესარიონ მიქავა, გთხოვთ შეგვეხმიანოთ, გაგვიზიაროთ თქვენი აზრი, მე დღევანდელი გადაცემა სრულიად გულწრფელად გვისმენთ ხელისუფლება, ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე ქეთი სესიაშვილი, მომავალ გადაცემამდე გემშვიდობებით, რომელიც ერთ კვირაში იქნება. ნახვამდის. არ გაგზავნებოდეთ.